შესავალი გავაკეთოთ. მეგობრებო, ესე იგი უკვე ვიწყებთ. ანუ მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს ესე იგი ჩვენ გვაქვს პატივი და სიხარული რომ მივიღოთ კატრინ სალადენი ჩვენს სვანესახში და ასოციაციაში, რომელიც არის ჩვენი ყველაზე ისეთი ერთგული და მთავარი მხარდამჭერი, როგორც სვანესახლის, ასევე ასოციაციის. ის პირველად 27 წლის წინ ესტუმრა საქართველოს და მას შემდეგ ფაქტიურად არ ყოფილა წელი, რომ ის არ ჩამოსულიყოს. ყოველთვის მისი საქმიანობა იყო, რომ დაეჭირა მხარი სვანესახლისთვის, ასოციაციისთვის, ეშუამდგომლა სხვადასხვა ინსტიტუციებთან, ფრანგულ თუ ქართულ ინსტიტუციებთან, საფრანგეთის საელჩოსთან, ესე იგი ნამდვილი ხიდი ჩვენი ფრანგულ-ქართული ურთიერთობების, რომელსაც მან მიუძღვნა ძალიან დიდი დრო და ენერგია თავისი ცხოვრების. ამიტომ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია კატრინის ჩამოსვლა. ის არის ფსიქოანალიტიკოსი, მრავალი წლის განმავლობაში გარდა ზრდასრული პაციენტებისა მუშაობდა ბავშვებთან და მუშაობს სხვადასხვა კერძოდ თუ სხვადასხვა ინსტიტუციებში. მათ შორის ის არის რამოდენიმე ინსტიტუციის დამფუძნებელი საფრანგეთში, რომელიც მუშაობდა აუტიზმ ბავშვებთან. ბევრმა ქართველმა და არა მხოლოდ ქართველმა სტუდენტმა და ფორმაციაში მყოფმა ადამიანმა გაიარა მასთან სტაჟირება, სუპერვიზია და ის არის ფაქტიურად მწვანესახლის დაფუძნების დღიდან მწვანესახლის სუპერვიზორი ჯგუფის. და ეს ყველაფერი ხდება უფასოდ, რა თქმა უნდა. და აგრეთვე ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძნებელი თავის სხვა კოლეგებთან ერთად. მადლობა მინდა მას კიდევ ერთხელ გადაუხადო ამ გაწეული წვლილისთვის და ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ახალი თუ ძველი თაობა და ყველა ერთად იმისთვის, რომ ჩვენც ამ გაწეულ ღვაწლს უპასუხოთ სათანადოდ, როგორც იტყვიან, ჩვენი პატიოსანი შრომით. და დღეს კი მე კატრინს ვთხოვე, რომ რახან ასოციაციაში ბევრი ადამიანი ფორმაციას გადის, ბევრს სურს, რომ იყოს აფილირებული ჩვენს ასოციაციასთან. მე მას ვთხოვე, რომ ელაპარაკა ფსიქოანალიზის ისტორიაზე საფრანგეთში, ლაკანიანურ მოძრაობაზე, ესპასანალიტიკის დაფუძნებაზე და აგრეთვე ჩვენს ჯგუფზე და უკვე ზეგ 4 შაბათს ის ილაპარაკებს ფსიქოანალიტიკურ ფორმაციაზე, საკითხზე, რომელიც არის ძალიან რთული საკითხი და რომელზეც ჩვენ სულ ლაპარაკობთ, მაგრამ მაინც ყოველთვის არის კითხვები და კატრინ როგორც ესპასანალიტიკის წევრი და წარმომადგენელი ეცდება, რომ ღია დისკუსია გქონდეს მასთან ყოველგვარი მოხსენების გარეშე. Non, ça va, j'ai tout compris. J'ai dit des mots très très... Oui, j'ai compris. Voilà. Gamarjoba, Mokhaholi var, Fentan, Gopnit am Saramos. Merci beaucoup. Merci. Alors, voilà, on va donc faire la psychanalyse de Freud à nos jours, quelle transmission. Alors, pour commencer le travail, je vais vous citer un passage du livre de notre cher ami Olivier Douville, qui va bientôt revenir en Géorgie. Ce livre, c'est la psychanalyse dans le monde du temps de Freud. Voilà, le site. Vas-y, tu peux. მადლობას მოკლედ ეს ქართულად თქვით იმას არ ავთარგმნი და ჩემი მოხსენება იქნება ფსიქოანალიზი ფროიდიდან დღემდე, ესე იგი ისტორიული ასპექტი და მოვიყვან ციტატას ოლივიე დუვილის ბოლო წიგნიდან ფროიდი თავის ეპოქაში. Je vais le lire en français parce que l'ambassadeur, si vous écoutez, bon. Voilà Olivier, ce qu'il écrit. Le projet de retracer une présentation des grandes dates de la diffusion de la psychanalyse dans le monde du temps de la vie de Freud doit inclure des références précises aux contextes politiques qui sont ceux de la grande histoire
où la psychanalyse vit le jour et se développa, les engagements politiques des psychanalystes ou leur neutralisme menant, lui, à bien des cécités faisant intégralement partie de cette histoire. პროექტი იდეა რომ მიმოვიხილოთ ფსიქოანალიზი და ის მნიშვნელოვანი თარიღები და მნიშვნელოვანი მომენტები რომლებიც ფსიქოანალიზის გავრცელებას ეხება მსოფლიოში ფროიდის ცხოვრებასთან ერთად აუცილებლად ეს პროექტი უნდა გულისხმობდეს რეფერენსს, ესე იგი ეყრდნობოდეს პოლიტიკურ კონტექსტს, ისტორიულ კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც ვითარდებოდა და არსებობდა ფსიქოანალიზი პოლიტიკური თუ კულტურული, ასე ვთქვათ, კონტექსტის გათვალისწინებით. Ou leur neutralisme, politique des psychanalystes. Leur neutralisme, ფსიქოანალიტიკოსების როგორც პოლიტიკური პოზიციები, ასევე მათი ნეიტრალიზმი პოლიტიკის მიმართ აგრეთვე არის გასათვალისწინებელი, ისევე როგორც ის ასპექტები, რომლებიც სესიტე არის სიბრმავე, ახლო მხედველობა, ის ასპექტები, რომლებიც მათ გამორჩათ მხედველობიდან, ვერ დაინახეს, ესეც გასათვალისწინებელია, როცა ლაპარაკობთ ფსიქოანალიზის ისტორიაზე, Alors, Olivier Douville nous livre des dates, des parcours, mais à la lumière du contexte politique, social, il nous permet de comprendre la place de la psychanalyse dans le monde. Olivier Douville, თარიღებით, ეტაპებით, ისტორიული მომენტებით მთლიანად გადაკვეთს ფსიქოანალიზის ისტორიას და la place de la psychanalyse და აგრეთვე ცდილობს განსაზღვროს ფსიქოანალიზის ადგილი მსოფლიოში, ესე იგი ქვეყანაზე სხვადასხვა ეპოქაში. Donc, je vais vous apporter quelques éléments historiques quant à la création d'espace géorgien, le lien avec espace analytique, mais avant, je vais reprendre à partir du père fondateur, Freud, comment la psychanalyse s'est développée en France, les grands courants, les ruptures et créations, afin que la psychanalyse se transmette et comment. იქამდე ვიდრე ესე იგი შევეხებოდა ისეთ ისტორიულ ელემენტებს, რომლებიც ეხება საფრანგეთში espace analytics, ქართულ ასოციაციას, მანამდე ვისაუბრებ დამფუძნებელ მამაზე, ფროიდზე და იმ ძირითად მიმართულებებზე საფრანგეთში თავისი განხეთქილებებით, თავისი დაპირისპირებებით, რომლებმაც საბოლოო ჯამში შექმნეს ფსიქოანალიზი, ისეთი როგორც არის დღეს ის საფრანგეთში. Pour reprendre un propos d'Alain Vanier, la transmission de la psychanalyse est particulière et nécessairement problématique. Question qui a préoccupé Freud et ses élèves. Alain Vanier, რომ დავესწროთ, ის ამბობს, რომ ფსიქოანალიზის ტრანსმისია, ესე იგი გადაცემა თაობიდან თაობას, არის ძალიან პრობლემატური და ძალიან რთული და კომპლექსური საკითხი. Question qui a préoccupé Freud et ses élèves et que vous pouvez retrouver dans le petit livre d'Alain Vanier traduit. Oui. ეს არის ის საკითხები, ფსიქოანალიზის ტრანსმისია, რომელიც აფიქრებდა ფროიდს და მის მიმდევრებს, როგორ გადავწყვეტ ფსიქოანალიზს. Quelques années en arrière. Après le passage à la salpêtrière à Paris, Freud, il y a la rencontre avec Charcot et l'hypnose. Freud, donc, est de retour à Vienne et il s'installera au 19 de Lambergach. რამოდენიმე წლით კიდევ ადრე რომ დავბრუნდეთ, ფროიდი სალპეტრიერში წარმოვიდგინოთ, მისი შეხვედრა შარკოსთან, მისი შეხვედრა ჰიპნოზთან, როგორც ფენომენთან და მერე მისი დაბრუნება ვენაში, სადაც ის ბერგასის 19 ნომერში ფუძნდება უკვე. 1895, rédaction des études sur l'hystérie avec Breuer, Freud, la talking cure avec Anao, anticipe la psychanalyse et la notion de transfert amoureux. და 1895 წელს ეს არის კვლევები ისტორიაზე, რომელიც ბრეიერთან ერთად გამოსცა ფროიდმა, სადაც ლაპარაკია სწორედ talking cure, ესე იგი ლაპარაკით მკურნალობაზე და ანაოზე და უკვე ჩვენ ვხედავთ ფსიქოანალიზის ჩანასახს და თეორიას ტრანსფერის შესახებ, ანუ ჩანასახს იმისა, რომ ფროიდი ხვდება, რომ ტრანსფერი არის თავი. Puis vient Fliss et la naissance de la psychanalyse. La correspondance entre Freud et Fliss nous permet de comprendre le difficile chemin de Freud pour inventer la psychanalyse.
ამის შემდეგ არის ფლისი და ფსიქოანალიზის დაბადება და ფროიდის ურთიერთობა ფლისთან და ფროიდის მიმოწერა კორესპონდენცია ფლისთან ჩვენ გვაჩვენებს იმ ურთულეს გზას, რომელიც ფროიდმა გაიარა იქამდე ვიდრე დააფუძნებდა ფსიქოანალიზს როგორც მოძღვრებას. Alors, ce mot est important, invention, car si nous nous appuyons sur des textes, des séminaires, sur notre propre analyse et sur la supervision, il y a toujours quelque chose à réinventer dans la rencontre avec un patient. ჩვენ ლაპარაკობთ სიტყვას ვამბობთ სიტყვას აღმოჩენა, იქამდე ვიდრე ფროიდმა აღმოაჩინა ფსიქოანალიზი და ეს სიტყვა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ სწავლობთ ტექსტებს, ვესწრებით სემინარებს, დავდივართ ანალიზს, სუპერვიზიას, ყოველთვის აღმოვაჩენთ ჩვენს კლინიკურ პრაქტიკაში რაღაცას, რაც არ წერია არც ტექსტებში, არც სემინარებში, ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკა ყოველთვის გულისხმობს აღმოჩენას. Alors, bien sûr, je ne développe pas tous les concepts freudiens. Voilà. Le rêve, cette voie royale, l'interprétation des rêves, fut ce moyen pour Freud de faire son auto-analyse. Oui, je continue. 1899, l'interprétation des rêves. Plusieurs autres publications jusqu'en 1905, l'année où Freud publie les 3 essais sur la théorie sexuelle. ესე იგი, უკვე ფროიდი აღმოაჩენს არაცნობიერის კვლევის სამეფო გზას, სიზმრებს და სიზმრების კვლევა მისთვის ნიშნავს აგრეთვე თვითანალიზს, ის იკვლევს საკუთარ თავს, 1899 წელს გამოდის სიზმრების ინტერპრეტაციაზე ასრულებს მუშაობას და 1905 წელს სამი ესე სექსუალობის შესახებ. Et comme le souligne Octave Manoni, ces 2 livres sont 2 fondements distincts, 2 piliers distincts, presque indépendants et fort différents. Les 3 essais, théorie de l'infantile, vont fournir un modèle à la psychanalyse des enfants et aussi, comme l'explique Alain Vanier, fournir la possibilité d'une organisation de la psychopathologie en la référant à la métapsychologie. და ოქტავ მანონი აღნიშნავს, რომ ფსიქოანალიზი ეფუძნება 2 წიგნს, ასე ვთქვათ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ნაშრომს. ეს არის ერთი მხრივ სიზმრების ინტერპრეტაცია და მეორე სამი ესე სექსუალობის შესახებ და სამი ესე, რომელიც ამბობს ოქტავ მანონი, არის ამავე დროს მოდელი იმის, რომ გავიგოთ ბავშვობა, ბავშვი და საერთოდ შესაძლებელი გახდეს ბავშვთა ფსიქოანალიზი და როგორც ალენვანი ამბობს, სამი ესე არის ის წიგნი, რომელიც ფსიქოანალიტიკურ ფსიქოპათოლოგიას აფუძნებს და შესაძლებელს ხდის. Modélé par les psychiatres, Janet, Bleuler, Jung. ფროიდი ამ პერიოდში კითხულობენ დიდი ფსიქიატრები, როგორც არის ჟანე, ბლეილერი და იუნგი. 1902, la toute première société de psychanalyse, en octobre 1902 à Vienne, de la Société psychologique du mercredi, réunion qui se tiennent dans l'appartement de Freud. და 1902 წელს უკვე ფუძნდება პირველი ჩანასახი ფსიქოანალიტიკური საზოგადოების, როგორც ინსტიტუციის, რომელსაც ქვია ოთხშაბათის ფსიქოლოგიური შეკრებები და ეს ნიშნავს მართლაც ყოველ ოთხშაბათს ფროიდის სახლში იკრიბებოდნენ ფსიქიატრები და პირველი თაობა ფსიქოანალიტიკოს. ამით დაიწყო პირველი ასოციაცია. 1904, Freud, dans son article sur la psychothérapie, explicite la différence de nature entre cure par hypnose et cure analytique. 1904 წელს ფროიდი თავის შრომაში, რომელსაც უძღვნის ფსიქოთერაპიას, განასხვავებს იმას, თუ რას ნიშნავს ფსიქოანალიტიკური თერაპია და როგორ განსხვავდება ის ჰიპნოზისგან და სხვა თერაპიული მიდგომებისგან. À partir de 1906 et jusqu'en 1915, Otto Rank en établit les minutes, ce qu'on appelle les minutes. Après la fondation de la Société psychanalytique de Vienne, c'est la création de l'Association psychanalytique internationale en 1910 au congrès de Nuremberg, qui regroupe les groupes de l'Est, Zurich, Vienne et Berlin. და 1906 წლიდან 1908 წლამდე გამოიცემა ამ ოთხშაბათის შეკრებებს, ოტო რანკი გამოსცემს ოთხშაბათის შეკრებების, ასე ვთქვათ, აღწერილობას და უკვე 1910 წელს ნიუნბერგის კონგრესზე ოფიციალურად ფუძნდება საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაცია. Ça y est? Création sans doute nécessaire, mais qui posera autant de problèmes qu'elle en résoudra, car la psychanalyse entretient des liens particuliers avec l'institution. ეს არის აუცილებელი ორგანიზაცია, მაგრამ ის იმდენივე პრობლემას წარმოშობს, რამდენსაც
ამავე დროს უმკლავდება, იმიტომ რომ ფსიქოანალიზს აქვს ძალიან რთული დამოკიდებულება ინსტიტუციასთან, ანუ ინსტიტუცია და ფსიქოანალიზი ერთმანეთისგან განუყოფელია, მაგრამ რთულია ურთიერთობა. Je cite les fidèles, mais tu peux le traduire parce que ça va être le même nom. Alors, les premiers fidèles, c'est პირველი მოსწავლეები. Paul Federn, Alfred Adler, Max Graf, le père du petit Hans, Otto Rank, Isidor Sader, Wilhelm Steckel, Fritz Wintels, rejoint par Ludwig Bigswanger, Hans Kelsen, Ferenczi, Siegfried Bertfeld, Hermine von Hugelmuth, Hélène Deutsch, Otto Fenichel, Hermann Nürnberg et Eugenia Sokolnika, Theodor Reck, et Hans Sachs. Margaret Hilferding est la première femme psychanalyste, membre de la Société psychanalytique de Vienne en 1910. ანუ კატრინმა ჩამოთვალა პირველი, ესე იგი, მოსწავლეები, ფროიდის და პისის მიმდევრები, აღარ გავიმეორებ, უბრალოდ ერთ ვიტყვი, რომ მაქს გრაფზე თქვა, რომ მაქს გრაფი იყო პატარა ჰანსის მამა და კიდევ ჰელმუტ ფონ ჰუგელმუთი იყო ქალი, რომელმაც პირველად გამოიყენა ნახატის ანალიზი ბავშვებთან და მარგარეტ ილფერდინგი, რომელიც იყო პირველი ქალი, რომელიც გახდა წევრი ფსიქოანალიტიკური საზოგადოების. Ce premier groupe autour de Freud a la fonction de transmission de la psychanalyse et de son élaboration. Am პირველი ჯგუფის მიზანი არის ფსიქოანალიტიკური თეორიის გადაცემა, ტრანსმისია და გავრცელება. Mais des dissidences se manifestèrent, dont celle d'Alfred Adler et de Carl Gustav Jung. მაგრამ დისიდენტებიც იჩენენ თავს, ეს არის ადლერი და იუნგი. Avec Adler et Jung, avec le biologisme de la théorie adlérienne et la dérive à tonalité religieuse du jungisme, nous nous trouvons en présence de deux écueils entre lesquels se meut la psychanalyse et dont Freud voulait la préserver, la médecine et la religion. T'es pas obligé de tout traduire. Ça va, je le contraire. და პირველი დისიდენტები გამოჩნდნენ ადლერი და იუნგი და აქ ჩანს ერთი სხვი ადლერის უკიდურესი ბიოლოგიზმი თავისი შეხედულებებში და იუნგის რელიგიური ტონალობა თავისი თეორიის და ამ დროს ფროიდი მათ უპირისპირდა, იმიტომ რომ მისი მთავარი მიზანი იყო, რომ ფსიქოანალიზი მედიცინისა და რელიგიისგან გაემიჯნა, რომ ფსიქოანალიზი არ ქონოდა გადაკვეთა მედიცინასთან და რელიგიასთან. Alors, Ernest Jones propose la création d'un comité secret composé de lui-même, de Freud, d'Abraham, d'Ettingon, de Ferenczi, de Rank et de Sachs, qui doit garantir les fondements de la doctrine analytique. და ერნესტ ჯონსი ამ დროს უკვე როცა არიან დაპირისპირებული ძალები სთავაზობს პროექტს, რომ შეიქმნას საიდუმლო კომიტეტი ფსიქოანალიტიკურ ასოციაციაში, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს და დაიცვას ფსიქოანალიტიკური თეორია პროფანაციისგან და ამ კომიტეტში შედის თავად ერნესტ ჯონსი, აბრაჰამი, მაქს ეიტინგონი, ჰანს საში და ფერენცი. Alors, Ferenczi, ses travaux sont importants, notamment pour la psychanalyse avec les enfants, et ceux de Karl Abraham, avec son grand intérêt pour les psychoses, la démence précoce et la mélancolie. Ferenczi უცნობილი ხდება ამ დროისთვის ჯერჯერობით მისი ინტერესით ბავშვების მიმართ, ბავშვებთან მუშაობის. კარლ აბრაჰამი იკვლევს ფსიქოზებს და განსაკუთრებით შიზოფრენიის მელანქოლიას და დემენცია პრეაკოს. Une question importante à agiter ce fameux comité, à agiter la psychanalyse, c'est les questions de l'analyse profane, qui agite donc ce comité, dont Ettington, nous le verrons, suscitera des débats et des ruptures. პირველი საკითხი, რომელთაც არის აჟიტირებული ეს ჯგუფი, ეს მცირე ჯგუფი, ეს არის პროფანული ანალიზის საკითხი. ესე იგი, შეუძლია თუ არა ფსიქოანალიზი განახორციელოს არა ექიმმა და ზოგიერთი ფიქრობს, რომ არა, ფსიქოანალიტიკოსი ამაზე ექიმი უნდა იყოს. Alors, le mouvement analytique et ses institutions se développent très rapidement après la Première Guerre mondiale, mais les événements de l'histoire ont un poids sur cette évolution. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ფსიქოანალიტიკური ინსტიტუციები ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგრამ ამავე დროს ის მოვლენები, რომლებიც იყო პირველი მსოფლიო ომის დროს, დარგსასვამს ამ მოძრაობას. L'arrivée du nazisme conduit la plupart des psychanalystes allemands et autrichiens à quitter leur pays. Freud, on le sait,
puis quitter Vienne grâce à Marie Bonaparte en 1938 et il s'installa à Londres où il meurt en 1939. და ნაციზმი იძულებულს ხდის ავსტრიის და გერმანიის ძალიან ბევრ ფსიქოანალიტიკოს დატოვონ თავიანთი სამშობლო და მათ შორის ერთ-ერთი უკანასკნელია, ვინც ამას აკეთებს, ფროიდი, რომელიც 1918 წელს გადავა ლონდონში და 1939 წელს გარდაიცვალა იქ. Donc l'arrivée de ces psychanalystes n'est pas sans effet. La Société britannique de psychanalyse est dominée par Ernest Jones, mais aussi par Mélanie Klein. და ეს მიგრაცია ეფექტის გარეშე არ რჩება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფსიქოანალიტიკოსი ჩადის ლონდონში, სადაც უკვე არიან მელანი კლაინი და ერნესტ ჯონსი და იწყება აქაც. Et à partir de 1938, l'arrivée des Viennois va donner lieu à un grand conflit et aux grandes controverses entre ces deux courants, entre Mélanie Klein et Anna Freud, pendant la Seconde Guerre mondiale. და 1938 წელს ვენელი ფსიქოანალიტიკოსების ესე მასიური ჩასვლა ლონდონში, მათ შორის ანა ფროიდის, იწვევს დიდ დაპირისპირებას ინგლისურ სკოლასთან, კერძოდ კი მელანი კლაინთან და ეს დაპირისპირება პიკს აღწევს მეორე მსოფლიო ომის დროს. La bataille sur la psychanalyse d'enfants va de pair avec celle sur l'analyse profane. ბავშვთა ფსიქოანალიზის ომი ბავშვთა ფსიქოანალიზის ირგვლივ დუბლირებული აგრეთვე დავით პროფანული ანალიზის, ანუ ვინ უნდა იყოს ანალიტიკოსი და ვინ არა. Mais au fond, il y aura un troisième groupe qui existe avec Winnicott. და არის მესამე ჯგუფიც, რომელიც არსებობს Winnicottთან ერთად, middle groups. Et aux États-Unis, l'association américaine, avec l'arrivée des immigrants d'Europe, prend de l'importance au sein de l'IPA, avec la promotion de la psychologie du moi par Hartmann, Christ et Loewenstein. და ამერიკაში ასეთი დიდი მიგრაციის გამო მათ უცბად ბევრი ფსიქოანალიტიკოსი გაჩნდა მათთან უკვე გამზადებული და საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციაში ამერიკა დომინანტურ როლს იკავებს განსაკუთრებით ეგოფსიქოლოგიით, რომელსაც რუდოლფ ლოვენშტაინი და ჰარტმანი ჩაუდგებიან სათავეში. La psychanalyse a plus une visée d'adaptation du sujet à la réalité au social. და უცბად ეგოფსიქოლოგიისთვის ხდება მთავარი სუბიექტის ადაპტაცია სოციალურ რეალობაზე, რომ მისი მე უნდა ადაპტირდეს იმ რეალობაზე, რომელსაც არის. En France, la psychanalyse a du mal à s'implanter. Y contribuent Marie Bonaparte, Pichon, René Laforgue, ainsi que l'influence des surréalistes, notamment André Breton. საფრანგეთში ფსიქოანალიზი გვიან აღწევს, შედარებით გვიან, რთულია შესვლა ფსიქოანალიზისთვის საფრანგეთში და ამას წვინუდგანან ისეთი პიონერები სათავეში უდგანან, როგორც არის მარი ბონაპარტი, ფრენს პიშონი, რენე ლაფორგი, ainsi que l'influence des surréalistes. და სურეალისტების გავლენა განსაკუთრებით ანდრე ბრეტონის. Voilà. Alors, Jean Piaget, en analyse avec Sabrina Spielrein, sera un des premiers présentateurs des thèses freudiennes en France et malheureusement, Sabrina Spielrein fut assassinée par les nazis. Jean Piaget, რომელიც არის საბინა შპილრეინის ანალიტიკოსი, საბინა შპილრეინი იყო Jean Piaget-ის ანალიტიკოსი და Jean Piaget ხდება პირველი საფრანგეთში, ვინც ფსიქოლოგების რამდენად ცნობილი, ვინც ფსიქოანალიტიკურ ტექსტებს აცნობს საფრანგეთს და სამწუხაროდ საბინა შპილრეინი ხდება მსხვერპლი ნაციზმის და ის. Alors, le 4 novembre 1926, fondation de la Société psychanalytique de Paris. C'est quand? Le 4 novembre 1926, tu n'étais pas encore né, par Marie Bonaparte, qui, elle, fut donc analysée par Freud et qui était la représentante légitime de l'orthodoxie freudienne en France. და 4 ნოემბერს 1926 წლის ფუძნდება პირველი ფსიქოანალიტიკური ასოციაცია საფრანგეთში მარი ბონაპარტის თაოსნობით, რომელიც მარი ბონაპარტი რომელიც ფროიდის მიერ ანალიზირებული და ის არის ამავე დროს საფრანგეთში ორთოდოქსული ფროიდიანული იდეების მთავარი დამცველი ამ პერიოდში. Qui sera rejoint par Eugénie Sokolnika, qui est envoyée par Freud, ainsi que Rudolf Loewenstein, lui-même analysé par Sartre à Berlin. Donc, et lui, il était un analyste qui a analysé Rudolf Loewenstein, qui tous deux ont été envoyés en France par Freud pour transmettre la psychanalyse. და ევგენია სოკონლიცკა და რუდოლფ ლოვენშტაინი
რომელიც ანალიზებული იყო ჰანს საშის მიერ, აგრეთვე მიდიან საფრანგეთში, რათა გაავრცელონ ფსიქოანალიზი, ისინი გაგზავნილი არიან ფროიდის მიერ. Et d'ailleurs, tous les deux ont formé la première génération de psychanalystes analysés. და რუდოლფ ფლორენშტეინმა და სოკოლნიცკამ არის ის ორი პიროვნება, რომელმაც პირველი თაობა გაანალიზეს საფრანგეთში ფსიქოანალიტიკოსების პირველი თაობა. Et pour vous montrer que c'était pas très facile, il y a dans la revue française de psychanalyse, le numéro 2 de 1997, une lettre justement de Rudolf Loewenstein à Paul Denis, qui était un psychanalyste français, où il décrit combien c'est difficile de travailler dans ce groupe de Français, compte tenu de l'ambivalence vis-à-vis de la psychanalyse, mais aussi la xénophobie, l'antisémitisme et parfois le chauvinisme. და რუდოლფ ფლორენშტეინი წერს წერილს პოლ დენის და ამბობს თუ რამდენად რთულია ამ ფრანგულ ჯგუფთან მუშაობა, რომელიც განიცდის, ესე იგი, ამბივალენტურობას ერთმანეთის მიმართ, ხშირად შოვინიზმს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმსაც კი. Rudolf Loewenstein a aussi contribué à créer la revue française de psychanalyse. და რუდოლფ ფლორენშტეინმა ერთ-ერთი დამფუძნებელია ფრანგული ფსიქოანალიტიკური ჟურნალის, პირველი ჟურნალის. Et il a formé la deuxième génération des psychanalystes en France, dont Lacan, en 1932, pendant 6 ans. და მეორე თაობაც სწორედ რუდოლფ ფლორენშტეინმა აფორმირა, როგორც ანალიტიკოსმა, მათ შორის ლაკანი 1932 წელს, რომელმაც ლაკანმა რუდოლფ ფლორენშტეინთან გაიარა 7 წელი ანალიზი. Bon, je vais passer là, pas trop d'importance. Et alors en 1926, Freud rédige la question de l'analyse profane. 1926 წელს ფროიდი წერს სტატიას პროფანული ანალიზის შესახებ. Autour de la formation et de l'exercice de la psychanalyse par des personnes non formées, puis aussi par ceux qui ne sont pas médecins. Et Freud s'oppose à ce que la psychanalyse soit engloutie par la médecine et il défend une psychanalyse laïque. და ამ ნაშრომში სწორედ 1926 წელს ფროიდი ლაპარაკობს ფსიქოანალიტიკოს ფორმაციაზე და ფსიქოანალიზის გამოყენებაზე პაციენტებთან, მათ მიერ, ვინც არ არის ექიმი და ის იცავს იდეას, რომ მათ უნდა ქონდეთ ამის უფლება და რომ სამედიცინო განათლება არ არის ამისთვის საჭირო, რომ ფსიქოანალიზი უნდა იყოს არა სამედიცინო, არამედ laïque, ესე იგი სამოქალაქო ყველასთვის. Donc la psychanalyse d'enfants fait son apparition, menée par des femmes, dont Hermine von Hugelmuth, dont on ne parle plus beaucoup parce qu'elle a été sauvagement assassinée par son neveu et accusée de manipuler, mais qui a écrit énormément de textes très intéressants. Anna Freud, bien sûr, et Mélanie Klein. და ამავე დროს ქალები გამოდიან სცენაზე ფსიქოანალიზის, მათ შორის ჰერმინ ვონ ჰუგელმუთი, რომელიც იყო მოკლული თავისი დიშვილის მიერ, რომელიც გაანალიზა თვითონ. და ანა ფროიდი და მელანი კლაინ, მაგრამ იმ დროს. On pourra en parler. En Allemagne, alors c'est surtout des femmes non médecins et formées à la pédagogie. და განსაკუთრებით ესენი არიან ქალები, რომლებიც არ არიან ექიმები, პირველი ფსიქოანალიტიკოსები, არამედ არიან პედაგოგები. Pédagogiques. Parce qu'il faut savoir qu'en Allemagne, surtout, le milieu psychiatrique, en France aussi d'ailleurs, le milieu psychiatrique est souvent hostile à la psychanalyse. Et dans ce contexte, le texte de Freud concerne la politique de la psychanalyse et défend l'autonomie des institutions de formation psychanalytique par rapport au milieu médical universitaire. Psychiatrიული გარემო საფრანგეთში არ არის მაინც და მაინც მიმღები თავიდან ფსიქოანალიზის მიმართ და ამიტომ აი ამ სტატიის შემდეგ, ფროიდის ამ ნაშრომის შემდეგ, ფროიდი ამბობს, რომ ფსიქოანალიტიკურმა ინსტიტუციებმა, ვინც აფორმირებს ფსიქოანალიტიკოს, უნდა შეინარჩუნონ ავტონომია სამედიცინო თუ საუნივერსიტეტო რეალობისგან. Je vais reparler un petit peu d'Eugénie Sokolnika. En 1921, donc, Freud l'envoie à Paris pour être sa représentante légitime. C'est une élève de Jung, puis à la rupture entre Jung et Freud, elle va à Vienne et elle entreprend une analyse avec Freud, puis avec Ferenczi à Budapest. Et elle publie un article remarquable, l'analyse d'une névrose obsessionnelle infantile. Eugenia Sokolnitskაზე ვიტყვი ერთ ორ სიტყვას, ის 1921 წელს წარგზავნილია ფროიდის მიერ პარიზში როგორც ფსიქოანალიზი და ფროიდის ლეგიტიმური წარმომადგენელი. ის არის იუნგის მოსწავლე, რომელმაც ანალიზი გაიარა მერე იუნგთან დაწყობების, ასე ვთქვათ, კონფლიქტის შემდეგ ის ბრუნდება ვენაში და ანალიზი გადის ფროიდთან და ამის შემდეგ ფერენცისთან.
Et elle publie. და მან გამოაქვეყნა წიგნი ბავშვებთან ობსესიურ ნევროზით ბავშვებთან. Et alors, donc, elle est pas médecin et elle est un peu spécialisée dans la psychanalyse d'enfants et elle va travailler à l'hôpital Sainte-Anne à Paris, où Georges Heuillère, qui est le fondateur de la première chaire de neuropsychiatrie de l'enfant, lui propose de travailler. და ეს ქალი ეგონია სოკონიცკა არ არის ექიმი და ის აგრეთვე მუშაობს ბევრ ბავშვებთან და იწყებს მუშაობას როგორც ფსიქოანალიტიკოსი სენტანის კლინიკაში და აქ არის ესეთი ექიმი ფსიქიატრი ლენონკი დე ფსიქიატრი Georges Heuillère რომელიც აძლევს მას პოსტს ამ სენტანში სადაც ჩვენ ვილაპარაკეთ როდესაც ლაკანის კითხულობ თავის fondateur de la première chaire de neuropsychiatrie de l'enfant. რომელსაც დააფუძნა პირველი კათედრა ბავშვთა ნეიროფსიქიატრიის. Donc c'est important, elle commence des cures, mais est nommée titulaire un autre professeur, le professeur Claude, qui la renvoie car elle n'est pas médecin. Et Elle est virée? Il la renvoie, oui, elle est virée. Oui, elle la renvoie. Il lui dit qu'il n'est pas médecin. Est-ce qu'elle est médecin? Oui, c'était très rigide là-dessus. Et alors, elle a été l'analyste de René Laforgue, qui a été l'analyste de Françoise Dolto et d'Édouard Pichon. C'est des grands... René Laforgues, Françoise Dolto et Édouard Pichon analytiques. Et alors, elle a fait partie de la fondation de la SPP, de la Société psychanalytique de Paris, en 1926, dont elle sera vice-présidente. Malheureusement, elle s'est suicidée parce que rejetée par le monde médical et dans la pauvreté. René ამის შემდეგ ის აფუძნებს საფრანგეთის სოციეტე პარიზის ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებას, რომელიც დღესაც არის იქ 1926 წელს, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც ხდება და ბოლოს თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, იმიტომ რომ ის არ იყო მიღებული, რადგან არ იყო ექიმი. Vieille psychanalyste, écrit Pichon, elle avait, nous disait-elle, vécu bien des révolutions doctrinales à l'intérieur du freudisme et cela l'avait rendue humble. Humble. Comment dire humble? Modeste. Vieille psychanalyste. Il dit qu'elle avait vécu beaucoup de révolutions, pas besoin de dire, qu'elle a vécu beaucoup de révolutions doctrinales à l'intérieur du freudisme et qu'elle était devenue très modeste. Edward Pichon წერს მასე რომ ეს არის ძველი თაობის მოხუცი ფსიქოანალიტიკოსი, რომელსაც თავის თავზე გადაიტანა ძალიან ბევრი დაპირისპირებები ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებებში და ფროიდიზმში, თეორიაში და საბოლოოდ ის გახდა უკიდურესად სიტყვა მოკრძალებული, მაგრამ ასე იგი დეპრესიული. Et une autre psychanalyste, Sophie Morgenstern, née en Pologne, d'origine juive, elle fait des études de médecine à Zurich et elle est devenue, elle s'est installée en France à partir de 1924. Elle a été analysée elle aussi par Eugénie Sokolnika et elle est devenue également membre de la SPP et elle a travaillé bénévolement en 1925 à l'hôpital des enfants malades chez ce fameux Georges Heuillère. Et c'est elle qui a formé Serge Lebovici et Françoise Dolto à la psychanalyse des enfants. ამის შემდეგ ერთი ორი წუთი შევეხოთ სოფი მორგენშტერნს, მის სტატიაც ჩვენ გვაქვს ნათარგმნი ამ წიგნში. ეს არის ებრაელი პოლონელი, რომელმაც ციურიხში მიიღო განათლება ექიმის სამედიცინო, საფრანგეთში ფუძნდება 1924 წელს. ის გაანალიზებულია ევგენია სოკოლნისკას მიერ და ხდება წევრი პარიზის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების და მუშაობს აგრეთვე ჟორჟ ეიერის ხელმძღვანელობით ცენტანში ბავშვებთან. Et dans ce service, Sophie Morgenstern pratiquait la psychanalyse avec les enfants dont personne ne savait quoi faire, en particulier les enfants mutiques. და ამ სერვისის ფარგლებში, ამ განყოფილების ჰოსპიტალში სოფი მორგენშტერნი მუშაობს ისეთ ბავშვებთან, რომლებსაც არ იცოდნენ რა იქნათ ამ ბავშვების, ესე იგი შეუძლებელი იყო უკვე მათი მკურნალობა უიმედოთ და სწორედ სოფი მორგენშტერნი პირველად კავდება ფსიქოანალიტიკურ მკურნალობით ბავშვებთან. Et son originalité, c'est que ça a été une des premières à employer le dessin dans les thérapies d'enfants.
dont elle analysait tous les éléments structuraux. Et elle lisait les images comme celles d'un rébus, comme on fait avec un rêve. ის იყო პირველი, რომელმაც გამოიყენა ნახატის ანალიზი ბავშვებთან საფრანგეთში, ნახატის ანალიზი როგორც მუშაობის ინსტრუმენტი და ის სტრუქტურალურად უყურებდა ნახატს და კითხულობდა ბავშვის ნახატს ანალიზზე ისე როგორც ანალიტიკოსი კითხულობს სიზმარს. Donc elle travaillait aussi beaucoup avec les parents de l'enfant et leur donnait des indications de comportement. Et elle se refusait à isoler et à enfermer, enfin, hospitaliser les enfants, à séparer l'enfant de ses parents, sauf si c'était vraiment indispensable. Et ის ბევრს მუშაობდა მშობლებთან, ოჯახთან ბავშვების, ის წინააღმდეგი იყო ბავშვის იზოლირების, მისი ჰოსპიტალიზაციის თუ არა უკიდურეს შემთხვევებში. Et là, on reconnaît deux traits caractéristiques de la technique de Françoise Dolto, qui d'ailleurs, Sophie Morgenstern était la seule personne dont elle disait qu'elle avait tiré d'enseignement. Et Lacan, bien sûr. და ფრანსუაზ დოლტო იყო სოფი მორგენშტერნის მოსწავლე, ის ამბობდა, რომ ამ ყველაზე მეტი სწორედ მისგან ისწავლა და ფრანსუაზ დოლტოს ტექნიკიდან ორი რამ არის შესამჩნევი, რაც ეკუთვნის სოფი მორგენშტერნს. Et elle a publié un cas dont vous avez peut-être déjà entendu parler, en 1927, qu'on peut trouver sur Internet avec les dessins, un cas de mutisme psychogène, que vous l'avez traduit, parfait. Voilà. Et elle pratiquait aussi la libre association et le rêve avec les enfants plus âgés. და ის ესე იგი იყენებდა თავისუფალ ასოციაციებსაც ბავშვებთან, ოღონდ უფრო დიდ ბავშვებთან და მან გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო სტატია ერთი შემთხვევა ფსიქოგენური მუტიზმისა, როდესაც რომელიც ჩვენ თარგმნეთ და გამოაქვეყნეთ. Alors, après Freud, de nombreuses questions ont animé les diverses institutions psychanalytiques. Et comme le souligne Alain Vanier, on peut repérer les questions en partant d'une part de la psychanalyse des enfants et d'autre part du traitement des psychoses. და ამის შემდეგ ძალიან ბევრი დაპირისპირება იყო ფსიქოანალიტიკოსთა შორის, მაგრამ ძირითადად ორი მიმართულებით. ერთი ეს იყო ბავშვებთან მუშაობა ფსიქოანალიტიკური მეთოდით და მეორე მიმართულება დაპირისპირების იყო ფსიქოსთან მუშაობა ფსიქოანალიტიკური. Donc je fais un peu déplier le parcours de ce qui se passe en France avec Lacan et avec Maud Manoni. Oui. Je passe un peu d'autres psychanalystes bien connus, mais comme ça on aura du temps après. ძალიან ბევრია სათქმელი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი, მაგრამ ლაკანზე და ლაკანიანულ მოძრაობას შევეხოთ. Donc Jacques Lacan, un psychanalyste français qui est né le 13 avril 1901 à Paris et qui est mort le 9 septembre 1981, qui est psychiatre et psychanalyste. ლაკანი დაიბადა 13 აპრილს 1901 წელს და გარდაიცვალა 1991 წელს. Après des études de médecine, il s'oriente donc vers la psychiatrie et passe sa thèse de doctorat en médecine en 1932 sur la paranoïa, de la psychose paranoïaque dans ses rapports avec la personnalité. C'est le fameux cas aimé. On en reviendra. Psychiatrიაში იღებს განათლებას 32 წლის ასაკში სადიპლომო ნაშრომს იცავს, რომელსაც ქვია პარანოია და მისი მიმართება პიროვნებასთან, საქმე ეხება ერთი შემთხვევის ანალიზს, ემას შემთხვევას. Alors, tout en commençant avec Rudolf Lowenstein, une psychanalyse qui dure 7 ans, et comme l'écrit Elisabeth Roudinesco, qui est notre grande historienne de la psychanalyse, Lacan n'a pas refusé le principe de la cure et a été analysé, comme tout le monde à l'époque, ni mieux ni moins bien. Un parcours classique, même si certains parlent d'un échec. On peut... რუდოლფ ლოვენშტაინთან გადის ლაკანი ანალიზი 7 წლის განმავლობაში და ელიზაბეთ რუდინესკო, ცნობილი ფსიქოანალიზის ისტორიკოსი, რომელიც სხვა შორის იმ პირველი კონგრესის დროს იყო თბილისში, ამბობს რომ ლაკანმა გაიარა ანალიზი ისე როგორც იმ პერიოდში სხვებმა, ეს ანალიზი არც კარგი იყო და არც ცუდი, მეტი ამაზე არაფერს თქმა არ შეიძლება. La dispute latente entre les deux hommes a pour enjeu la technique de la cure. Et donc Roudinesco pointe que la cure de Lacan porte en elle, en germe, les conflits qui verront le jour 20 ans plus tard. და აი ამ ორ ადამიანს შორის დაპირისპირება, ასე იგი, ან ლაკანსა და ლოვენშტაინს შორის ეხება ფსიქოანალიტიკურ ტექნიკას, რომელსაც ლაკანი იყენებს და რომელიც ამ ტექნიკის გამოყენებიდან 20 წლის შემდეგ გახდება მთავარი დაპირისპირების და განხეთქილების მიზეზი.
Et donc, il intègre la Société psychanalytique de Paris, la SPP, en 1934 et il en devient membre titulaire en 1938. ლაკანი 1934 წელს ხდება პარიზის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების წევრი და 38 წელს მისი საპატიო წევრი. Et Lacan découvre la doctrine psychanalytique à travers une lecture des textes de Freud. ლაკანი ფსიქოანალიზს აღმოჩენს ფროიდიანული ტექსტების კითხვით. Il est le premier et le seul à opérer une synthèse d'envergure entre tous les courants doctrinaux de l'entre-deux-guerres, entre la psychanalyse dynamique et la psychanalyse d'une part, et entre la psychanalyse dynamique et la psychanalyse d'une part, entre la philosophie allemande et la théorie de l'inconscient de l'autre. ანუ ლაკანი არის პირველი, რომელიც მიმოიხილავს მთლიანად და იკვლევს ყველა ფსიქოანალიტიკურ მიმდინარეობას ორ ომს შორის, პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს და მერე, როგორც დინამიკურ მიმართულებას, ასევე la psychanalyse d'une part, et entre la philosophie allemande et la théorie de l'inconscient. C'est-à-dire qu'il y a la psychanalyse dynamique et la psychanalyse, et entre la philosophie allemande et la théorie de l'inconscient. დინამიკური ფსიქოანალიზი და მეორე ფსიქოანალიზი, როგორც ასეთი, რომელსაც იკვლევს ლაკანი, გერმანული ფილოსოფია და თეორია არაცნობიერის შესახებ. Et aussi entre le surréalisme et l'ethnographie. და ამავე დროს დაინტერესებულია ეთნოგრაფიით და პოდლევის შორის. Oui. დაინტერესებულია ეთნოგრაფიით და სურrealismით. Et alors il apporte une lecture novatrice des concepts freudiens et il fabrique des concepts nouveaux. Donc je ne vais pas tous les détailler. ის ფავაზობს ესე იგი ნოვატორულ გაგებას ფროიდის და ფროიდიანულ ტექსტების და თავად ქმნის თეორიას. Et en 1936, il fait une communication sur le stade du miroir au congrès de l'association psychanalytique internationale à Marienbad qui aura un grand retentissement. და უკვე 1936 წელს მარიენბადის კონგრესის დროს, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის მარიენბადში კონგრესის დროს ის კითხულობს მოხსენებას სარკის სტადიაზე, რომელსაც ექნება დიდი რეზონანსი. Alors, comme didacticien, il a formé de nombreux psychanalystes. Alors, on arrive aux années noires de ce qui se passe pendant la guerre en France. Je ne vais pas tout détailler, je vous fais un tout petit résumé. Ну, როგორც დიდაქტიკოსმა ლაკანმა უამრავი ანალიტიკოსი აფორმირა და ახლა ერთი-ორი სიტყვით შევეხოთ, რეზუმირება გავაკეთოთ იმ ბნელი წლების ომის, რა ხდება ომის დროს, ესე იგი ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებაში საფრანგეთში. C'est-à-dire à l'arrivée des troupes allemandes à Paris, la SPP, la Société psychanalytique de Paris, ferme ses portes. Et la revue cesse toute publication et les membres se dispersent. გერმანიის ჯარები როცა იკავებს პარიზის ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებას წვეთს ფუნქციონირებას, ყურავს თავის გარს, პუბლიკაციებს, ყველაფერი გაუქმებულია. La pratique de la psychanalyse n'est pas interdite par les autorités, mais le freudisme n'est pas apprécié. Les psychanalystes juifs se cachent et les non-juifs continuent à recevoir quelques patients privés. პრაქტიკა ფსიქოანალიზის როგორც ასეთი აკრძალული არ არის, მაგრამ ფროიდიზმს ძალიან სუდი თვალით უყურებს ნაცისტური მთავრობა და ბევრი ფსიქოანალიტიკოსი ებრაელი ტოვებს პარიზს, ან აღარ აქვს პრაქტიკა და რომლებიც არაებრაელები არიან, ზოგი ინარჩუნებს ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკას. Le fait même de cesser toute activité publique, écrit Elisabeth Roudinesco, constitue en soi un acte de résistance au nazisme, confère par exemple l'attitude exemplaire de Marie Bonaparte, d'Eugénie Aubry, qui était aussi la mère d'Elisabeth Roudinesco. Et il n'y aura pas en France de création d'une société de psychanalystes nazifiés comme à Berlin. Seule René Laforgue aura un comportement douteux et plein d'incohérences. და რითი არიან დაკავებული ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები ამ დროს, არა ფსიქოანალიზით, არამედ რეზისტენტობით წინააღმდეგობას უწევენ ნაციზმს. მათ შორის არის მარი ბონაპარტი, ჟენი ობრი, რომელიც არის დედა ელიზაბეთ რუდინესკოსი და შეიძლება ითქვას, რომ ნაცისტური ფსიქოანალიტიკური საზოგადოება განსხვავებით გერმანულენოვანი ქვეყნებისაგან საფრანგეთში არ იარსებებს, იმიტომ რომ ისინი
წყვეტენ არანაირ თანამშრომლობა, თუ არა რენე ლაფორგი, რომელიც შემჩნეული იყო რაღაც მსგავს ესეთ პოზიციაში. On peut dire, pour faire un peu court, Auschwitz révèle à ceux qui voulaient l'ignorer le vrai visage du nazisme. Pardon? Auschwitz Oui. révèle à ceux qui voulaient l'ignorer le vrai visage du nazisme. და აუშვიცი უკვე აჩვენებს იმ სახეს, რომელიც არის ნამდვილი ნაციზმის სახე, რომელსაც უარყოფდა ბევრი საფრანგეთში, რომ ეს ასე არ არის და აუშვიცმა ახადა ფარდა სინამდვილეს. Alors, c'est après la Seconde Guerre mondiale que l'enseignement de la psychanalyse prend de l'importance en France. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე ფსიქოანალიზის სწავლება იძენს ძალიან დიდ მნიშვნელობას საფრანგეთში, ისე ბრუნდა. L'évolution théorique de Lacan, du retour à Freud à l'opposition à certains courants psychanalytiques tels que l'ego-psychologie, accompagne une scission au sein de la Société psychanalytique de Paris en 1953. ლაკანი ანვითარებს თავის თეორიას ძალიან აქტიურად უკვე ამ დროს ის აცხადებს, რომ საჭიროა დაბრუნება ფროიდთან და ფროიდის კლასიკურ ტექსტებთან, უპირისპირდება ეგოფსიქოლოგიას და ეს დაპირისპირება ეგოფსიქოლოგიასთან ფაქტურად იწვევს დაშლას ამ ასოციაციის და განხეთქილებას 1953 წელს. 1953, c'est aussi le début des séminaires de Jacques Lacan qu'il donne jusqu'en 1979, successivement à l'hôpital Sainte-Anne, à l'école normale supérieure, puis à la Sorbonne. Sainte-Anne, l'école normale. Et à la Sorbonne. Sorbonne. ანუ 1953 წელს უკვე ლაკანი იწყებს აქტიურად სემინარები ლაკანის ნიშნავს, რომ ერთ წელს ის უძღვნის თელ წელს სასწავლო წელს ერთ სემინარს, 1953 წლიდან 1979 წლის ჩათვლით ის უწყვეტად კითხულობს სემინარებს თავიდან სენტანის კლინიკაში, მერე საფრანგეთის უმაღლესი ნორმალური სკოლა არის ეს დიდი სასწავლებლება და ბოლოს სორბონაში. Alors donc en 1953, cette crise surgit à la Société psychanalytique de Paris autour de la création d'un institut de psychanalyse destiné à la formation. Et c'est Lacan qui est le président de la SPP à l'époque. 1953 წელს იწყება კრიზისი პარიზის ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებაში, მაშინ, როდესაც მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ფსიქოანალიზის ინსტიტუტი ასოციაციის შიგნით. ამ ინსტიტუტს უნდა აეღო საკუთარ თავზე ფსიქოანალიტიკოსების ფორმაცია. და ამ დროს, განხეთქილების დროს, უკვე 1953 წელს ლაკანი არის პრეზიდენტი ამ ასოციაციის. თავად არის პრეზიდენტი. Bon, je passe parce que c'est un peu... Alors, il y a 4 psychanalystes, Lagache, Juliette Favès-Boutonnier, Blanche Reverchon-Joube et Françoise Dolto qui quittent la SPP, suivie par Lacan, évidemment. Reverchon-Joube. Hein? Blanche Reverchon-Jouve. Tu peux dire 4 psychanalystes, dont Françoise Dolto, obligé de dire les noms, quittent la SPP, suivi peu après par Lacan, et fondent la Société française de psychanalyse. Da otri psikoanalitikosi, Daniel Lagashi, Juliette Favès-Boutonnier, Françoise Dolto, Blanche Reverchon-Jouve, ტოვებენ პარიზის ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებას. გარკვეული დროის შემდეგ ლაკანი მიყვება მათ და ისინი აფუძნებენ სხვა ასოციაციას, რომელსაც ქვია საფრანგეთის ფსიქოანალიტიკური ასოციაცია. Et donc, sans le savoir vraiment, ils se sont mis en dehors de l'IPA, de l'international. მაგრამ ტოვებენ რა პარიზის ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებას, ისე რომ არც კი იციან, ავტომატურად ისინი გამოდიან საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის რიგებიდან, იმიტომ რომ ამ რიგებში ისინი სწორედ SPP-ს წყალობით. Puis cette société demandera son intégration à l'IPA et une commission d'enquête conclut à la nécessité d'écarter Jacques Lacan et Françoise Dolto comme didacticiens. და ეს ახალი დაჯგუფება ანალიტიკოსები საფრანგეთის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის სახით ითხოვენ და ორივე მხრიდან რომ შეუერთდნენ კვლავ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციას და საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაცია აყენებს შემდეგ პირობებს დაბრუნებისათვის, რომ ფრანსუაზ დოლტოს და ჟაკ ლაკანს უნდა აეკრძალოთ დიდაქტიკოსი ანალიტიკოსის tituli, ესე იგი ჩამოერთოთ. ფორმირების უფლება არ ქონდეს დოლტოს და ლაკანს. Donc cette société est dissoute, la SFP est dissoute, et alors à ce moment-là est créée l'Association psychanalytique de France, affiliée à l'IPA.
Et La dissolution, c'est Société psychanalytique de France, c'est dissous. non, la société psychanalytique, la société française de psychanalyse est dissoute. Oui, la société française. საფრანგეთის ფსიქოანალიზის საზოგადოება იშლება და ფუძნდება საფრანგეთის ფსიქოანალიტიკური ასოციაცია. მოკლედ იქნება მეორე. Pour pouvoir intégrer l'IPA. იმიტომ რომ დაბრუნდნენ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციაში ამჯერად ლაკანის გარეშე მაინც. Il crée l'association psychanalytique de France et Lacan, lui, crée l'école française de psychanalyse qui deviendra l'école freudienne en 1964. Donc là, voilà. იქნება საფრანგეთის ფსიქოანალიტიკური ასოციაცია, იმ ლაკანის გამოსული მოსწავლეებისგან, რომლებიც უერთდებიან ისევ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციას, ხოლო ლაკანი დანარჩენებთან ერთად აფუძნებს პარიზის ფროიდიანულ სკოლას, École Freudienne de Paris. Ces deux scissions tournent autour de la question de la formation des thérapeutes et de la pratique de Jacques Lacan. ეს ორი გახლეჩა დაკავშირებულია ფსიქოანალიტიკის ფორმაციის დაპირისპირებასთან, რომელიც ეხება ფსიქოანალიტიკის ფორმაციას და ჟაკ ლაკანის პრაქტიკას. Pour Lacan, la réduction de la durée des séances ainsi que leur rythme moins fréquent ont un effet de frustration et de rupture dont l'action est bénéfique pour le patient. Pour Lacan, la réduction de la durée des séances ainsi que leur rythme moins fréquent ont un effet de frustration et de rupture dont l'action est bénéfique pour le patient. Tu vois, c'est Lacan qui pense. C'est Lacan qui pense que la réduction de... Oui. Lacan imagine from... C'est cité par Elisabeth Rodinesco. Lacan pense que la réduction de la durée de séance est nuisible. Mais non. Non, le contraire. C'est le contraire. Oui. Მიჩნევენ რომ სეანსების ხანგრძლივობის, სეანსის დროის ხანგრძლივობის შემცირება ლაკანის მხრიდან და ყოველკვირეული სეანსების რაოდენობის შემცირება იქნება საზიანო პაციენტების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. Il s'agit de dialectiser la relation transférentielle en interrompant la séance sur certains mots signifiants de façon à relancer l'éclosion du désir inconscient. მაშინ როცა ლაკანი თვლის რომ სეანსის შეწყვეტა გარკვეულ დროსა და მომენტში გულისხმობს გარკვეული აღნიშნული სირგული გულისხმობს ტრანსფერის დიალექტიკის გაღვივებას, ტრანსფერული პროცესების გაღვივებას და სურვილის მობილიზაციას ანალიზანტთან გაგრძელების ტრანსფერში ანალიზის. Cela concerne ce que la SPP appelait les séances courtes. Pour d'autres, Lacan, il y a des jalousies, il trouve qu'il a trop d'analyse didactique et on veut l'obliger à accepter la norme, c'est-à-dire 12 mois de durée minimale pour une cure, 3 séances par semaine de 3 quarts d'heure. Et personne ne tient compte vraiment des raisons théoriques invoquées par Lacan. Au fond, c'est ça le plus important. რადგანაც ამ დროს ლაკანს დაყავდა პარიზის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების ფარგლებში ძალიან ბევრი ანალიზანტი, რომელსაც ის აფორმირებდა, ამან გამოიწვია გარკვეული შური, ასე ვთქვათ, ეჭვიანობა და შური თავის კოლეგებში, იმიტომ რომ ყველა მიდიოდა ლაკანის ფორმაციისთვის და მათ უთხრეს ლაკანს, რომ იმისთვის, რომ დარჩე ჩვენს რიგებში, უნდა დაუწესო პაციენტებს, ანალიზანტებს მინიმუმ 12 თვე analyse minimum 3 séances კვირაში და minimum 45 წუთის განმავლობაში. Alors, ouais. En juillet 53, c'est la conférence, le symbolique, l'imaginaire et le réel. Et le rapport de Rome, fonction et champ de la parole et du langage en psychanalyse, en septembre 1953. და ივლისში უკვე ლაკანი კითხულობს კონფერენციას წარმოსახვითი სიმბოლური და რეალური და ამით უკვე ის შედის როგორც ლაკანი თავის სწავლებას ამით იწყებს და უკვე სექტემბერში კითხულობს რომში მოხსენებას რომელიც არის ცნობილი რომის დისკურსი და სადაც ის ეს თქვა როგორც თეორეტიკოსი ფუძნდება. Alors 1966 les écrits au champ freudien. Et c'est le moment d'une collection importante, inaugurée en 1964 par la publication du livre de Maud Manoni, L'enfant arriéré et sa mère, que Lacan citera dans... les écrits, ლაკანის ხელთ ნაწერები და არა სემინარი და 1964 წელს Maud Manonis წიგნი
ჩამორჩენილი ბავშვი და მისი დედა. Enfant en 1964. Alors, en 1967, ça c'est un moment important, c'est la proposition du 9 octobre sur le psychanalyse de l'école. Et Lacan va introduire la procédure de la passe, ce qu'il appelle la passe. 1967 წელს 9 ოქტომბერს პარიზის ფროიდიანული სკოლის ფარგლებში, რომელიც არის უკვე ლაკანიანური ასოციაცია, ასე ვთქვათ, შემოიღებენ ფსიქოანალიტიკოსის ნომინაციის, ესე იგი, ტექნიკას, რომელსაც წოდებს ლაკანი და მისი მოსწავლეები პასის ტექნიკას. პას, შევეთქვა ჯერ გამომცემო პასი. Ouais. პას, როგორც პასვორდი, პასნავიგო, პას გავლას. C'est le passage de l'analysant à l'analyste. ანუ ეს იყო პროცედურა ფროიდიანულ სკოლაში, რომელიც გულისხმობდა პასაჟს, გადასვლას ანალიზანტის პოზიციიდან ანალიტიკოსის პოზიციაზე. Petite pause. გადავჩუნდეთ. C'est pas de la vodka, hein? ეს ანას გავხმო რა მოვიტანო მაღაზიიდან თქვი და ტიპოლიტრა წამოიღებ და გავარდათ ეხლა გამოვიტანო და რას გარგვიხარდით წყალს არა მოთხარი არაღზე გავიგებ აღარ მომიტანა რა. Allez, arme-toi de courage. Alors, la formation du psychanalyste n'est pas de l'ordre de l'apprentissage d'une technique. ლაკანის აზრით ფსიქოანალიტიკური ფორმაცია ეს არის რაღაცა ტექნიკას დაეუფლო. C'est un effet de l'analyse dans l'après-coup, ce qui rend le terme de psychanalyse didactique un peu caduc, un peu inapproprié, on va dire. ანუ ფსიქოანალიტიკური ფორმაცია ეს არის გარკვეული ტექნიკის დაზუსტვა ლაკანისთვის, არამედ ეს არის ეფექტი პირადი ანალიზის, რომელიც თავს ავლენს უკვე ანალიზის შემდეგ აფრეკუ და ამ თვალსაზრისით ტერმინი დიდაქტიკური ანალიზი, ანუ სასწავლო ანალიზი ლაკანისთვის არ არის კარგად მორგებული იმ პროცესისთვის, რომელსაც კანდიდატი გადის ანალიზზე. Alors, pour repérer ce passage à l'analyste, Lacan met en place le dispositif qui consiste pour un analysant à porter témoignage de ce passage auprès de deux autres analysants supposés être au même point que lui et qui, à leur tour, en rendront compte auprès d'un jury. Donc, il y a en fait un témoignage indirect. და ეს პასაჟი ანალიზანტიდან ანალიტიკოსზე გადასვლის ხორციელდებოდა ლაკანის სურვილი იყო ამ სკოლის ფარგლებში განხორციელებული იყო პასის ტექნიკით, ანუ პასაჟით, რაც გულისხმობდა იმას, რომ ანალიზანტი, რომელიც ასრულებს ანალიზს და უნდა რომ გახდეს ანალიტიკოსი, უნდა შეხვდეს და გაესაუბროს ორ აგრეთვე ანალიზზე მყოფ კანდიდატს და არა ანალიტიკოს, რომლებიც იგივე დონეზე არიან მიახლოებით როგორც თვითონ, აღუწეროს მას ყველაფერი, რაც გაიარა, რაც ისწავლა, რაც გაიარა თავის ანალიზზე და აი ამ ორმა ანალიზანტმა, რომელიც აგრეთვე პროცესშია ანალიზის, უნდა გააცნოს ყველაფერი ეს ჟიურის არაპირდაპირი გზით, ესე იგი. ერთი არის, ესე იგი, კანდიდატი, კანდიდატი, რომელიც ასრულებს ანალიზს, ესაუბრება ორ თავის სტოლს და სწორს, რამოდენიმე ხანგრძლივი იყოს თვეები გრძელდებოდა შეხვედრები და მერე ისინი, როგორც მოწმენი მის მიერ გავლილი სამუშაოსი, წარუდგენდნენ ამ ყველაფერს ჟიურის, ისე რომ კანდიდატსა და ჟიურის შორის პირდაპირ კავშირი არის. En fait, il voulait savoir comment ça se passait, mais bon, on verra après quand je vais parler de Maud Manoni, qui était extrêmement hostile à la passe et qui a créé un autre dispositif au sein d'Espace Analytique. და მე ვნახოთ ჩვენ რომ ბევრ შემთხვევაში ეს ტექნიკა არ იყო წარმატებული და Maud Manoni, რომელმაც დააფუძნა Espace Analytique, ის იყო კატეგორიულად წინააღმდეგი აი ამ პროცედურის და მან შექმნა სხვა პროცედურა ნომინაციის. Alors, à ce moment-là, plusieurs psychanalystes quittent l'école freudienne de Lacan, dont Pierre Aulagnier, François Perrier, et fondent ce qu'on appelle le quatrième groupe.
და ამ დროს უკვე აი ამ პასების ტექნიკის გამო ისე ვიწყება განხეთქილებაც უკვე ეკოლ ფროიდიანის ფროიდიანული სკოლის ფარგლებში და ფროიდიანულ სკოლას სწავლობენ პიერა ოლანიე, ფრანსუას პერიე და რამოდენიმე ანალიტიკოსი და აფუძნებენ ასოციაციას, რომელსაც ქვია მეოთხე ჯგუფი. და აი ეს მეოთხე ჯგუფი მერე გახდა ისევ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრი. Alors, en 1967, parallèlement à ça, pour la première fois en France, un vocabulaire complet des principaux concepts freudiens, traduit en langue française par Jean Laplanche et Pontalis, qui lui-même a été analysé par Lacan et publié sous la direction de Daniel Lagache. და 1967 წელს უკვე გამოდის vocabulaire de la psychanalyse, non, les œuvres complètes. Non, c'est le vocabulaire complet. C'est pas les œuvres complètes, c'est le vocabulaire de la psychanalyse. Ah, vocabulaire. Ce qu'on appelle les Laplanche et Pontalis. Oui, გამოდის 1967 წელს გამოდის შან ლაპლანშისა და პონტალისის ფსიქოანალიტიკური ლექსიკონი. ლაპლანში და პონტალისი ორივე იყვნენ ჟაკ ლაკანის ანალიზანტები, მაგრამ ისინი უკვე შეერთებული არიან საერთაშორისო psychoanalytique association. Voilà. Et bon, après, il y a en 69 la fondation du département de psychanalyse à l'université Paris 8 Vincennes par Serge Leclerc et Jacques-Alain Miller, le gendre de Lacan, on deviendra le directeur. და 1969 წელს სენ-დენისში პარიზ 8-ში ფუძნდება ფსიქოანალიზის დეპარტამენტი ჟაკ-ალენ მილერის მიერ, რომელიც არის ლაკანის სიძე. Et en 1980, dans une lettre datée du 5 janvier, Lacan annonce la dissolution de l'école freudienne de Paris. 5 janvier 1980, il signe une lettre annonçant la dissolution de l'école freudienne de Paris. და 15 იანვარს 1980 წელს, 5 იანვარს 1980 წელს ჟაკ ლაკანი გამოაცხადებს ეკოლ ფროიდიანის როგორც დაშლილს, ესე იგი დაშლის თავის ასოციაციას. Et le 9 septembre 1980, Jacques Lacan meurt. და 9 სექტემბერს 1981 წლის თავად ლაკანიც კვდება. Alors, dans un petit livre appelé Quartier Lacan, où il y a des films aussi, Alain Didier Veil s'entretient avec un certain nombre de psychanalystes qui ont travaillé avec Lacan de différentes appartenances, et lui-même, il parle avec Mustapha Safwan, disant que ce qu'il a témoigné de ceux qui avaient travaillé avec Lacan, soit comme analysant, soit comme analyste en contrôle, faisait l'expérience d'une surprise. Lacan leur transmettait non pas du déjà su, mais plutôt la dimension de l'imprévu, du jamais entendu. და საინტერესო წიგნია, რომელიც დოკუმენტური ფილმი იყო თავიდან და მერე წიგნათაც გამოქვეყნდა, რომელსაც ხელმძღვანელობს ფსიქოანალიტიკოსი ალენ დიდიე ვეი, ქვია Quartier Lacan, ჩვენ გვაქვს ეს ბიბლიოთეკაში წიგნის და ვიდეოც, YouTube-ზეც არის ორ სერიანი, სადაც ლაკანის მოსწავლეები, მისი მიმდევრები, სხვა ასოციაციიდან, სხვა დაჯგუფებიდან ლაპარაკობენ იმ გამოცდილებაზე, რომელიც მათ ჰქონდათ ლაკანთან, როგორც სუპერვიზორთან, ან როგორც ანალიტიკოსთან და ისინი ყველანი ამბობენ, რომ ლაკანი არ იყო მასწავლებელი, რომელიც უკვე არსებული ცოდნის გადაცემას ახდენდა, არამედ ძირითადად ორიენტირებული იყო იმაზე, რომ სუბიექტს გაეკეთებინა აღმოჩენა, ყოფილიყო მოულოდნელობის სუბიექტი ანალიზის თუ სუპერვიზიის დროს. Alors, Alain Didier Veil écrit « En posant que l'inconscient était structuré comme un langage, Lacan faisait par rapport à Freud un pas de côté, le conduisant à dire que l'identification du sujet à un sexe, petit point de suspension, est quelque chose qui ne se fait que secondairement et qui résulte de quelque chose de plus radical que du point que cet être est parlant. » Bon, t'as qu'à dire, c'est ça. და ალენ დიდიე ვეი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ლაკანმა დასვა ეს საკითხი, რომ არაცნობიერი სტრუქტურირებულია როგორც ენა, ლაკანი ცდილობს ამით ათქმევინოს ერთი ნაბიჯი გვერდით გადაადგმევინოს ფროიდს და ათქმევინოს მას, რომ სუბიექტის იდენტიფიკაცია სქესთან, სამი წერტილი და კიდევ რაღაც, რაც
C'est plus radical que ce que c'est que cet être parlant. Ah bon, ça va. C'est- ouais, საქმე ეხება რას, რომ ერთია რომ იდენტიფიკაცია c'est-à-dire qu'il y a quelque chose qui noue le langage et l'impossible à dire. Oui. C'est plutôt ça. C'est-à-dire, c'est pas seulement parce qu'il est un être parlant. Oui, ანუ ის რომ ადამიანი არის ლაპარაკის და ენის სუბიექტი, ამავე დროს არის რაღაც რაც არ ექვემდებარება თქმას და იდენტიფიკაცია აგრეთვე საკუთარ სქესთან, რომელიც C'est-à-dire, ce que fait Lacan quand il articule le dire et l'impossible à dire, ça a à voir avec sa conception de l'inconscient structuré comme un langage. C'est-à-dire. ანუ ლაკანი ლაპარაკობს თქმაზე და იმაზე, რაც შეუძლებელია იყოს თქმული და ამდენად ის აფუძნებს არაცნობიერს როგორც ენის სტრუქტურირებულს, რომელიც სულ ლაპარაკობს, მაგრამ ვერ ამბობს რაღაცას ბოლომდე, ესე იგი არის რაღაცა, რაც ესე იგი აღნიშნულთა ჯაჭვის მიღმა დგას და აფუძნებს როგორც რეალური რეგისტრი ან le sexe l'impossible à dire, c'est le réel. C'est-à-dire que c'est ისაც შეუძლებელია თქვა, არის რეალური. Alors, bon, je vais peut-être passer. Alors, je vais pas parler de Françoise Dolto parce que ça fait beaucoup et tout de ça. Je vais parler de Maud Manoni maintenant, un peu du lien entre Maud Manoni, espace analytique et. Ouais. Ouais, mais c'est pas possible d'expliquer espace sans parler du lien, le lien de Maud Manoni et Jacques Lacan. ანუ იმის რომ ესპას ანალიტიკის დაფუძნება გავიაზროთ, როგორც ფსიქოანალიტიკური ასოციაციის, უნდა ვილაპარაკოთ კავშირზე მოდ მანონის, რომელიც ერთ-ერთი დამფუძნებელი ესპასის და კავშირის მოდ მანონსა და ჟაკ ლაკანს შორის. C'est qu'au moment de la dissolution de l'école freudienne en 1980, Maud Manoni crée avec Octave Manoni, son mari, et Patrick Guillaumard, un jeune homme, une association qui s'appelle le CFRP. C'est comment Le CFRP. CFRP, c'est des initiales. Ça se dit je me rappelle plus. C'est pas grave. Crée une association qu'elle va dissoudre et elle va fonder Espace toute seule. Mais je vais le détailler, ça fait rien. Alors, je vais plutôt parler alors, Maud Manoni, elle est née en 1923 à Courtrai, en Belgique, et elle est décédée le 15 mars 1998 à Paris. ანუ მათ შემდეგ რაც დაიშალა ეკოლ ფროიდიანი 1980 წელს მოდ მანონი და ოქტავ მანონი და პატრიკ გიომარი აფუძნებენ პირველ ასოციაციას, რომელსაც წინაპარი ესპას ანალიტიკის, ეს არის SFP, ესე იგი Société freudienne de la psychanalyse. Oui, ça fait rien, je vais le dire après, donc laisse tomber. და ახლა მოდ მანონიზე რო ვილაპარაკოთ, ის 1923 წელს დაიბადა ბელგიაში და 1998 წელს გარდაიცვალა პარიზში. Qu'est-ce que tu as dit là, t'en es où? Tu as dit où elle est née, elle est morte? Oui. Et donc, c'est une des très grandes figures de la psychanalyse en France de la deuxième moitié du XXe siècle, avec d'autres, dont de nombreuses femmes. On a pensé que je suis très féministe. ის არის დიდი ფიგურა მეორე ნაწილის მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის საფრანგეთში ფსიქოანალიზის. Alors après ses études de criminologie, elle fait une analyse en Belgique et en 1948, elle est nommée membre de la Société belge de psychanalyse. კრიმინოლოგიაში თავისი ისწავლა კრიმინოლოგია, ამის შემდეგ დაიწყო ანალიზი და მას შემდეგ რაც დაასრულა ანალიზი 1958 წელს გახდა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრი ბელგიის ჯგუფის. C'est important parce qu'elle était membre de l'IPA, elle est restée jusqu'à la fin. და სხვა შორის ის ბოლომდე დარჩა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრიც, მიუხედავად იმისა, რომ მერე დააფუძნა ესპასი და ლაკანთან გაიარა ანალიზი. Elle quitte Bruxelles avec le projet d'un doctorat à la Columbia University de New York, mais elle se fixe à Paris et elle va à l'hôpital Trousseau avec Françoise Dolto, dont elle a lu psychanalyse et pédiatrie.
ის ბრიუსელს ტოვებს ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში გადის ფორმაციას და მერე ბრუნდება პარიზში და ტრუსოს საავადმყოფოში მუშაობს ფრანსუაზ დოლტოსთან ერთად. Alors, c'est vrai que Trousseau a été pour Manoni un lieu de formation analytique dont elle a tiré beaucoup d'éléments pour sa pratique et sa théorie. ტრუსოს კლინიკა იყო მოდმანონისთვის ნამდვილი წყარო თავისი თეორიული თუ კლინიკური შემუშავებების. Ainsi que, alors, elle reprend ce qui est très important, une analyse avec Lacan et un contrôle avec lui. და ის იწყებს ანალიზს ლაკანთან და ამის შემდეგ ლაკანთანვე გადის სუპერვიზიას. Et elle dit que ანალიზის დასრულების შემდეგ. elle écrit, elle dit que la psychanalyse avec Lacan a débouché, lui a permis de déboucher sur l'écriture et lui évite de reproduire du Dolto et de se réinventer. ის ამბობს, რომ ანალიზი ლაკანთან დამეხმარა იმაში, რომ დამეწყო წერა, დამეწყო ჩემით ფიქრი და აღარ მომეხდინა დოლტოს იმიტაცია და მიბაძვა და ყოფილიყავი ავტონომ დამოუკიდებელი ჩემს პრაქტიკაში. Donc, parallèlement, elle va rencontrer Winnicott à Londres aussi pour le contrôle. და პარალელურად ის შეხვდება ლაკანი მას აგზავნის ვინიკოტთან სუპერვიზიას. Alors, elle était inscrite avec Octave Manoni, son mari, à la SPP, la Société psychanalytique de Paris. Et après la scission, elle et Octave vont à la Société française de psychanalyse et elle est devenue membre de l'école freudienne fondée par Lacan jusqu'à la dissolution en 1980. ამის შემდეგ ის ხდება წევრი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წარმომადგენლობის საფრანგეთში ანუ პარიზის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების წევრი. ამის შემდეგ ტოვებს ამ საზოგადოებას და უერთდება ეკოლ ფროიდიენ დე პარი, ანუ პარიზის ფროიდიანულ სკოლას ლაკანთან ერთად. T'en étais où? Quand elle rejoint l'école freudienne. En 66 jusqu'à la dissolution en 80. 67 წელს უერთდება ფროიდიანულ სკოლას და 1980 წლამდე ამ სკოლის დაშლამდე რჩება იქ. Alors, ce qui est important, parce qu'elle a eu une... Bon, je peux peut-être est-ce que tu veux que je passe directement à la création de Manoni? On se parle un peu. ის რო და მოდმანი რომელიც გადიოდა mais je vais d'abord. Okay. Si tu peux pas dire comme ça, attends. Alors, donc, son expérience dans un établissement pour enfants handicapés de la région parisienne l'amène à penser qu'on ne peut sortir d'affaire des psychotiques qu'à travers une remise en cause radicale de l'institution. ის მუშაობდა რა ძალიან დიდ ხანს ხო საავადმყოფოებში, ფსიქიატრულ გაწეულებებში ბავშვებთან და ფსიქოტიკ ბავშვებთან ის ასე ვთქვათ ხდება თავარი კრიტიკოსი ინსტიტუციის, ფსიქიატრიული ინსტიტუციების და ანტიფსიქიატრის remise en cause de toutes les institutions, oui. Et alors, très soutenue par Winnicott aussi, elle comprend que certains jeunes patients ont d'abord besoin d'un lieu où il y ait de quoi vivre effectivement pour eux, un lieu pour vivre. და ის წმუნდება, რომ ვინიკოტიც ამაში მას ამხნევებს, რომ სინამდვილეში საჭიროა ბავშვების არაფსიქიატრული დაწესებულება, არამედ სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ ცხოვრება, ფსიქიკური ცხოვრება შესაძლებელი იქნება მათთვის. Et donc, elle va créer en 1969 l'école expérimentale de Bonneuil, où elle propose la notion d'institution éclatée. და ის 1969 წელს ქმნის ბონეის ექსპერიმენტულ სკოლას, სადაც ის აფუძნებს ეს კონცეფტს ინსტიტუციონ ეკლატე, რთული ამისთან, სწორედ ეს ინსტიტუცია ეხლაც მოქმედებს, კატრინ ვანი არის ეხლა პრეზიდენტი ამ ბონეის 1969 წელს დაფუძნებული ცენტრის. Où elle prend une part très, très active sur le plan analytique à une politique de désaliénation des institutions. და მას აქვს აგრეთვე მყარი პოლიტიკური პოზიცია ინსტიტუციური მკურნალობის მიმართ და იმ გაუწყობების, რომელსაც სუბიექტი შეიძლება განიცდეს ინსტიტუციაში და ახალი ტიპის ინსტიტუციის შექმნის, რომელიც მთლიანად იქნება სუბიექტზე ორიენტირებული და არა მის დაავადებას.
Alors, elle va organiser avec Ginette Rimbaud en 1967 un très important colloque sur les psychoses qui aura eu un grand retentissement. Il est invité évidemment des Anglais. Winnicott est invité, mais il n'a pas pu venir. Et il avait envoyé deux psychanalystes anglais, Lang et Cooper. Alors elle dit, c'est un cadeau que l'on a fait à Lacan. Il a dit ça? Elle a dit, c'est un cadeau que l'on a fait à Lacan. Cette conférence, cette colloque? Ce colloque. Elle l'a organisé pour Lacan. ჟინეთ რამბოსთან ერთად მოდმანონი 1967 წელს ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას, ჩვენ ასე ვთქვათ, მოაწყობს ფსიქოსთან დაკავშირებით და ბავშვთა ფსიქოზებთან დაკავშირებით, სადაც არიან მოწვეული აგრეთვე ინგლისიდან კოლეგები და მოდმანონი ამბობს, რომ ეს იყო მისი მხრიდან საჩუქარი ლაკანისთვის. Dont un des grands thèmes était la question de la ségrégation, chère à Maud Manoni. და ამ კონგრესის ფარგლებში მოდმანონი ლაპარაკობს სეგრეგაციაზე, რომელიც იყო ესეთი ცნება, რომელზეც ის ბევრს მუშაობდა, სეგრეგაციის. Et en conclusion, Lacan introduisait le fait qu'il fallait reconnaître l'existence du fou et de l'enfant en nous. C'est Lacan qui va reconnaître. Oui, Lacan introduisait le fait qu'il fallait reconnaître l'existence du fou et de l'enfant en nous. C'est Maud Manoni. Non, c'est d'abord Lacan, et après Maud Manoni va rajouter quelque chose. Lacani. La conclusion du congrès. C'est Lacan qui fait la conclusion du congrès. Oui, j'ai déjà. Lacani, აი ამ კონგრესის, რომელიც მოეწყო ფსიქოზებზე 1967 წელს, ლაკანი აკეთებს, გამოდის სიტყვით, დახურვას აკეთებს ლაკანი და ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენს თავში სიგიჟე, რომელიც არის, ანუ ფსიქოზი და ბავშვი ჩვენში. Et alors, Manoni, elle rajoute que s'il ne peut y avoir le fou et l'enfant en nous, ça fait des analystes coincés. და მოდმანონი ამატებს, რომ თუ ჩვენში არ იქნება შეშლილი და ბავშვი არ იარსებებს, მაშინ des analystes coincés. მაშინ ფსიქოანალიტიკოსები იქნებიან ცუდ მდგომარეობაში. Les analystes coincés parce qu'il n'y avait pas de patient. Des analystes qui manquent d'imagination. Oui, coincés, oui, dans leur pensée. ესე იგი ანალიტიკოსებს არ ექნება წარმოსახვა, არ ექნება ფიქრი, აზროვნება, თუ არ ექნება ეს ორი. Faut toujours garder l'idée de la non-ségrégation chez Maud Manoni. Et plus tard, elle écrira transmissible la psychanalyse, certes, dans un monde qui ferait une place à la parole des poètes, des indigènes, des femmes et des fous. Indigènes. Des indigènes, des étrangers, des femmes et des fous. De ceux qui les rendent, la société. მოდმანონისთვის არა სეგრეგაცია, სეგრეგაციის წინააღმდეგობა სეგრეგაციისადმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, პოლიტიკურად ძალიან აქტიური იყო და ამბობს, რომ ფსიქოანალიზი შეიძლება გადაეცეს თაობიდან თაობას იმ საზოგადოებაში, სადაც აქვს ადგილი la parole des poètes, სადაც ადგილი აქვს პოეტებს, სადაც ისმის poezia, სადაც აქვს ადგილი უცხოელებს და უცხოს ქალებსა და შეშლილებს. Maud Manoni est très réservée quant à la création de la psychanalyse à l'université de Vincennes et par la reprise des Normaliens et de Jacques-Alain Miller, où la psychanalyse, la théorie est désarticulée de la clinique. C'est absolument fondamental pour elle. Elle critique tout à fait Vincennes. Et les Normaliens, si vous le côté où il n'y a que le côté théorique de la psychanalyse qui est désarticulé de la clinique et de la pratique. მოდმანონი აკრიტიკებს ვინსენტ სენ-დენის პარიზ 8-ში დაფუძნებულ ფსიქოანალიზის დეპარტამენტს, რადგან ისთვის, რომ ფსიქოანალიზი არ შეიძლება ისწავლებოდეს კლინიკური პრაქტიკისგან მოწყვეტილად და მის გარეშე, როგორც საუნივერსიტეტო საგანი. Et pour elle, c'est à Paris 7, Paris Cité maintenant, que la psychanalyse trouve sa place avec Fédida, qui a beaucoup soutenu la création de l'hôpital de jour de Bonneuil, et quelques autres, dont Alain Vanier, Ginette Michaud, Joël Dor, etc. და ის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს პარიზის დენის დიდროს უნივერსიტეტზე, რომელიც დააფუძნა, ესე იგი, შიგნით დეპარტამენტი ფსიქოანალიზის პიერ ფედიდამ, ალენ ვანიეს მერმ, Ginette Rimbaud და სხვები. Alors,
Octave et Maud Manoni ne voulaient pas d'élèves et souhaitaient un lieu où l'on pouvait ne pas être d'accord. C'est pour ça qu'après la dissolution de l'école freudienne, elle a fondé en 1982 avec Octave Manoni et Patrick Guillaumard le Centre de formation et de recherche psychanalytique, le CFRP. J'avais un petit blanc tout à l'heure. Je sais bien pourquoi. და ამის გამო მოდმანონი და მისი მეუღლე ოქტავ მანონი და სხვაებიც პატრიკ გიომარი და სხვაები ფიქრობდნენ რომ უნდა ეარსება ისეთ ინსტიტუციას ფორმაციის ისეთ ინსტიტუციას სადაც არ იქნებოდა მოსწავლეები და მასწავლებლები და სადაც შესაძლებელი იქნებოდა შეწინააღმდეგება და ამიტომ მათ დააფუძნეს 1982 წელს ფორმაციისა და ფსიქოანალიტიკური კვლევის centre, უბრალოდ espace analytique-ის პირველი ვერსია. Et qui va être dissous en 1994 où elle fonde dans l'association de formation psychanalytique et de recherche freudienne Espace Analytique avec un groupe de psychanalystes issus du CFRP formés à l'enseignement de Lacan, de Dolto, d'Octave et de Maud Manoni. ანუ და უკვე 1994 წელს ეს ასოციაციაც დაიშალა, რომელიც 1982-ში დაფუძნდა, ასოციაცია, რომელსაც ერქვა ფორმაციისა და ფროიდიანული ფსიქოანალიტიკური კვლევის ცენტრი და დაიშალა 1994-ში პატრიკ გიომარ იყო ესეთი ფიგურა, რომელთანაც მოხდა კონფლიქტი და იმავე წელს დაფუძნდა Espace Analytique, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ როგორც Espace Analytics 1994 წელს ეკოლ ფროიდიანის და აი ამ პირველი 82 წელს დაფუძნებული ასოციაციისგან წამოსული ანალიტიკოსების მიერ და Espace Analytics ეწოდა ესეთი ქვესათაურით ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაცია. Et quand Maud avait fondé ces sociétés, ces associations, la question a été de l'exclure de l'IPA, mais comme elle était membre de la société belge, les Belges se sont opposés et Maud Manoni est restée à l'IPA jusqu'à sa mort. ასოციაცია წმინდათ ლაკანიანური თადგა საკითხი მოდმანონის გამორიცხვის საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციიდან, მაგრამ რადგან ის ბელგიის ჯგუფის წევრი იყო, ბელგიელები შეეწინააღმდეგნენ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციას და არ მოაწერეს ხელი მისი გამორიცხვის საკითხს და ის ამავე დროს დარჩა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრიც. Alors, c'est pas par hasard que je suis ici aujourd'hui. Parce que je suis une élève de Maud Manoni et de Françoise Dolto. Et Maud Manoni c'était quelqu'un de très engagé pour la psychanalyse, mais pas que. Et elle nous enjoignait à être des militants de la psychanalyse. მე ვარ მოდმანონის და ფრანსუაზ დოლტოს მოსწავლე, კატრინმა გაიარა მოდმანონისთან ანალიზი და ფრანსუაზ დოლტოსთან გადიოდა ის სუპერვიზიას და მოდმანონი თავის მოსწავლეებს და ანალიზენტებს ყოველთვის უბიძგებდა ებრძოლათ ფსიქოანალიზისთვის და გაეკეთებინათ მაქსიმალური იმისთვის, რომ ფსიქოანალიზი გავრცელებული. Militant de la psychanalyse, c'est aussi bien on allait travailler en institution, mais on allait parler de la psychanalyse dans différents lieux et pays. ეს militaris საბრძოლო პოზიცია მისთვის გულისხმობდა რომ ფსიქოანალიტიკოს არა მხოლოდ კაბინეტში, არამედ ინსტიტუციებშიც უნდა ემუშავა და ელაპარაკა ფსიქოანალიზზე. არა მხოლოდ ფსიქოანალიტიკურ ასოციაციებში, არამედ სხვადასხვა ინსტიტუციაში და სხვადასხვა ქვეყნებში. Ces livres, et je partage tout à fait ces positions critiques aussi par rapport à la psychiatrie, la façon dont on peut enfermer un sujet dans un diagnostic précoce, par exemple avec le concept de débilité. Et la première fois que je suis venue en Géorgie en 1999, Marina, tu te rappelleras, à la fin, on faisait des consultations et des séminaires et les gens nous demandaient, ou nous faisaient des consultations et tout de suite, la première question, c'était quel diagnostic? მოდმანონის იდეა იყო რომ ბავშვი და სუბიექტი არ იყოს გამომწყვდეული ფსიქიატრიულ დიაგნოზში. ესე იგი ფსიქიატრიულ დიაგნოზის ტყვეებობაში არ აღმოჩნდეს
და მართლაც 1999 წელს, როცა პირველად ჩამოვედი საქართველოში და მარინას ახსოვს ეს მომენტები, როცა ჩვენ ხვდებოდით ამ პაციენტთან, ვლაპარაკობდით პაციენტზე, პირველი კითხვა იყო, რა დიაგნოზს დაუსვამდით თქვენ მას, ესე იგი, ეს ჩაკეტვა დიაგნოზში. რაც ამისავს იმას, რომ დიაგნოზი არ უნდა დასვას ხათია, მაგრამ ამით ეს არ უნდა იყოს წერტილი, ასე თქვა. Alors, j'ai dit tout à l'heure qu'elle avait été contre la passe que Lacan avait instaurée parce qu'elle pensait que c'était trop dangereux de mettre des jeunes analystes dans cette position. Et on en reparlera mercredi, mais elle avait créé, elle, différentes catégories pour devenir membre et un jury, et ça venait, c'était pas quelqu'un qui disait tu devrais faire la passe, c'est l'analysant lui-même l'analyste lui-même qui disait moi je veux réunir un jury. C'est-à-dire que c'était l'analyste, il était analyste. À Espace, les gens qui font un jury sont déjà analystes. Alors que dans le processus de Lacan, il voulait connaître le moment de passage. Et Maud Manoni s'était un peu insurgée contre mettre des jeunes dans cette position. Ce qu'elle voulait, c'était que les gens, s'ils avaient envie de s'engager dans l'institution, puissent réunir un jury. Et on va le détailler mercredi. Parce que... ოთხშაბათს სწორედ ვისაუბრებთ იმაზე, რომ მოდმანონი დაუპირისპირდა, არ იყო კეთილი განწყობილი ლაკანის იდეასთან პასის ტექნიკის, პასაჟის, იმიტომ რომ ის ამბობდა, რომ ახალგაზრდა ანალიტიკოსებს ანდო ესეთი რამ, რომ კანდიდატი მათ უნდა ესაუბროს და მე მათ წაიღონ და გადასცენ ეს ამბავი სხვას, ვისთვის ეს იყო საშიში პროცედურა და მით უმეტეს რომ მოდმანონი ესპას ანალიტიკში და სხვა ბევრი ასოციაცია ამას მიმართავს სწორედ აფუძნებს წესს, რომლის მიხედვითაც ანალიზანტს კი არ ეუბნებიან, როდის უნდა შეხვდეს ის ჟიურის, არამედ თავად ანალიზანტი გარკვეული დროის შემდეგ ანალიტიკოსთან ერთად წყვეტს ამას, ანუ სუბიექტისგან მოდის ეს და არა ინსტიტუციის. Donc, il y a eu un grand rayonnement d'espace analytique. Elle-même a été en Argentine, ils ont été très engagés pour les psychanalystes qui ont été enlevés et torturés. Il y a eu des choses qui sont passées au Brésil avec Paris 7. Il y a eu la création d'un espace brésilien, puis il y a eu la Bulgarie. Maintenant, il y a actuellement des espaces analytiques en Belgique, en Bulgarie, au Brésil, en Géorgie, au Liban, au Maroc, en Irlande, tout nouveau, et des séminaires qu'on peut faire dans d'autres pays, en Iran, en Chine, en Arménie, où je vais aller la semaine prochaine. Et une très grande chose qui va se passer en 2028, l'organisation du prochain congrès international d'espace analytique à Tbilissi, en avril ou en mai. L'inconscient aujourd'hui. Espace analytique ამის შემდეგ იწყებს გავრცელებას ფსიქოანალიზის და თავიდან მოდმანონი ძალიან ბევრ მუშაობს არგენტინაში და არგენტინელ კოლეგებთან, განსაკუთრებით მათი პოლიტიკური რეპრესიების დროს რეპრესირებულ კოლეგებთან არგენტინაში, ბრაზილიაში დენის დიდროს უნივერსიტეტსა და ბრაზილიის უნივერსიტეტს, სან-პაულოს უნივერსიტეტს შორის ძალიან დიდ კავშირებს ამყარებს და იფუძნდება აგრეთვე ესპას ანალიტიკი, რომელიც ეხლაც არის ჩვენი ასოციაციის წევრი. ამის შემდეგ არის ბელგია, ამას მოყვება ბულგარეთი, ლიბანი, მაროკო, ირლანდია, საქართველო და ირანში და ჩინეთშიც ძალიან ბევრს მუშაობს. Il y a que la Lune qui n'a pas encore été. Pardon? On n'a pas encore été sur la Lune. Oui, mარტო თვარეზე არა აქვს. Mais je voudrais quand même rendre un grand hommage à Marina. Au contraire, c'est nous qui sommes sur la Lune. Il y a quelques mois à cause de la situation. Je voudrais rendre hommage à Marina parce que je disais tout à l'heure, c'est pas par hasard si je suis venue en Géorgie. C'est comme ça, il y a eu Serge Souladze qui avait organisé le symposium sur l'inconscient en 1900, j'ai pas oublié la date. 78, 79. Souladze, c'était quelqu'un de la famille d'Eliso Tarasashvili. Eliso Tarasashvili, c'est la cousine de Marina Tarasashvili. On s'est rencontrés comme ça à Paris en 96 avec l'intermédiaire d'autres psychologues et on a appris qu'il n'y avait pas beaucoup de structures de soins pour enfants
et adolescents publics, comme nous, on a la chance d'avoir en France. Et l'idée est venue comme ça, en en parlant autour de nous, dans notre association, avec un ami ambassadeur, avec Marina, qui nous a mis en lien avec des psychiatres et psychothérapeutes géorgiens, de pouvoir venir. Et on a commencé à faire une série de séminaires et de conférences et de consultations. Et ça a duré comme ça quelques années. Puis on n'a pas pu revenir tout de suite. Et puis ensuite, Marina, puisqu'elle avait travaillé autour des questions de Françoise Dolto, de la Maison Verte, a créé la Maison Verte. Et ça a quand même beaucoup intéressé ce projet. Comme ils disent, nous sommes un bon projet pour la France, pour les ambassades, de travailler autour de la Maison Verte et de sa diffusion. Hein? Traduction. Tu veux traduire? Bon. C'est pas une mauvaise idée. Là, si je parle sans papier, je suis comme... ესე იგი, ამას კიდე აქვს პრეისტორია საქართველოში ასოციაციის დაფუძნებას და ეს მათ შორის თვითმწვანე სახლის დაფუძნებასაც, ეს არის 1996 დღეს, სხვათა შორის ამას ვიტყვით კატრინ სარუქეს შევხვდით საფრანგეთის ელჩს და კულტურის ატაშეს მწვანე სახლში და გქონდა ჩვენს აი ამ ურთიერთობებზე ლაპარაკი და სრული მხარდაჭერა აღვითქვეს. ახლა ყველაფერში არა, მაგრამ რაც შეგვიძლია. და 90 ჩვენ მოვუხევით უკვე დღეს ეს ისტორია, კიდე გავინეორებთ ჩვენ ჯგუფისთვის, რომ 96 წელს მარინა ტარასაშვილი შეხვდა კატრინს, 1979 წელს იყო ეს სიმპოზიუმი თემაზე არაცნობიერის 18-ში, დიახ. 18-ში და je vais montrer ça. Ça... Attends, il a oublié de montrer ce livre. სიმპოზიუმი არაცნობიერის თემაზე, რომელიც გაიგო. ერთი ტომი აკლია, ერთი ტომი, ეს არის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე აკლია. და სერჟ წულაძე, რომელიც ესე იგი არის ელისო ტარასაშვილის ბიძა და მარინა და ელისო ტარასაშვილი არიან ბიძაშვილი მამიდაშვილები, ხო? ბიძაშვილები, ხო, მე მაგ საკითხებს დავივნე. ხო, სერჟ წულაძე იყო ინიციატორი, რომ კომუნისტების დროს გამართულიყო ეს უდიდესი კონგრესი. სერჟ წულაძე, რომელიც იყო ფრანსუაზ დოლტოს ანალიზანტი. ამაზე მოყოლილი მაქვს, რომ ის წერს, ფრანსუაზ დოლტო წერს ამაზე. სოლის ამბავი. და აი აქ არის, ესე იგი, ამ ხუთდღიანი. Elle a dit que c'était un homme très bien. Oui. Un homme très bien. Parce qu'il allait venir en Géorgie. Oui, და ამავე დროს სერჟ წულაძე არის კაცი, რომელიც იყო ფსიქიატრი, რომელმაც ასათიანის განყოფილებაში, ესე იგი, ნევროზების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, რომელმაც თარგმნა ვეფხვის ხაოსანი ქართულიდან და galactioni, ალბათ ჯერ galactioni დაიწყო და მე გადავიდა. Il a traduit le poème géorgien, mais avant და აი ამ იმაში არის სტატიები ფრანგულ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენაზე. აი მაგალითად, აი ეს ფრანგულ ენაზეა მაგალითად, ეს რუსულ ენაზეა. Voilà, c'est un article en français, par exemple. Il y a des articles français, beaucoup d'articles. Du coup, tu as oublié de montrer ça. Oui. Attends, on va finir. Oui. Da, ცოტა კიდე დავგვცა სალაპარაკი. Parce que c'est les petites graines. Il y a Tsouladze, Dolto, et puis nos rencontres. Moi, je suis en contrôle avec Dolto. Il y a Manoni, et puis on se retrouve ici. Donc, ça s'appelle l'inconscient, moi je crois. C'est pas le hasard, c'est quelque chose qui a un fil à tiré. Serge Tsouladze, François Dolto, რომელიც არის მოდმანონის და თანავერძოლი და კატრინისთან მასწავლებელი და ურთიერთო მარინასა და კატრინის შორის ელისო ტარასაშვილი, რომელიც ყოველთვის ძალიან ხარში გვიდგას ყოველთვის.
და ჩამოდის კიდეც ხშირად ჩვენი ესე იგი სააქტივობის დროს და ეს ის კავშირებია, რომელსაც ჩვენ ამავე დროს უწოდებთ არაცნობიერს და რომელიც შეიძლება არ არის შემთხვევითი, არა ამ სიტყვის მისტიკური გაგებით, არამედ არაცნობიერის ლოგიკას მიყვება ჩვენი, ასე ვთქვათ, წარმოწყობები. Et je voudrais ajouter une petite note affective et personnelle. C'est que mon nom de jeune fille, c'est Grzywacz, Grzywacki, je suis d'origine polonaise. Et quand je me suis retrouvée en Géorgie, j'avais l'impression d'être chez moi. Et j'ai assisté à une soirée après un des séminaires avec un poète et un artiste géorgien dans la maison, dans une maison. Et j'ai entendu des chants et j'ai retrouvé la voix de mon grand-père. Et je me suis dit, je me sens, même si malheureusement, je ne parle pas le géorgien et je m'en veux beaucoup, mais je me sens comme quelque chose de très proche. ჩემი აქ პირად რაღაცას ვიტყვი, პერსონალურად ჩემი გვარი არის გრაზივაცი, ეს არის პოლონური გვარი, პოლონური წარმოშობის ებრაელი ვარ და ჩემი წინაპრები იყვნენ იქიდან და მე როცა პირველად ჩამოვედი საქართველოში, მოვისმინე სიმღერა, რომელიც გამახსენა ბაბუაჩემის ხმა. Polonais, Voilà, et la psychanalyse, c'est aussi parce que ma famille a subi les pogroms, Auschwitz, et que la psychanalyse m'a ouvert les voies de la vie, et que j'ai senti comme ça ici quelque chose de très fort, et que j'avais envie d'être en lien avec vous, et malgré le barrage de la langue, je sens qu'il y a quelque chose qui passe autrement. და ჩემი ოჯახი იყო ძალიან ძიმე და ძალიან ტრანსფერებული აუშვიცით და პოგრომით და გარკვეული თვალსაზრისით საქართველოსთან ჩემი ურთიერთობა ამ ტრამვის გადამუშავებაც არის. Je veux dire quelque chose. Oui, bien sûr. Alors après tous ces moments très poétiques, quand même, beaucoup de jeunes analystes, de jeunes psychologues ou de jeunes psychiatres ou de moins jeunes venaient vers nous, vers ma collègue Claude Boukobza, Lisa Priel et moi, nous disaient, mais comment on peut se former à la psychanalyse? Et nous, on leur disait, pour se former à la psychanalyse, la première voie, c'est de faire soi-même une analyse. Mais quand il n'y a pas de psychanalyse sur place, comment on fait? Et des gens très courageux, très inconscients sûrement, un peu fous, ont commencé avec certains ont pu partir en Angleterre, mais d'autres sont venus en France, dont le jeune monsieur à côté de moi, qui est venu en France. On avait un peu de crainte, il a dû refaire des études, il a refait un doctorat et commencé une psychanalyse. Et puis, on a continué tous ensemble à travailler. Et tout ça, c'est toujours un peu lent, hein, un peu, ça prend du temps. Mais au fond, un jour, tu as pensé on a pensé à plusieurs qu'on pouvait créer un espace géorgien pour la psychanalyse. 2011. Oui, j'ai eu en 2011. Tu es revenu. J'ai passé chez Claude Boukobza, je lui ai dit, je reviens en Géorgie, et mais qu'est-ce que je dois faire là-bas? Et il m'a proposé, tu peux fonder le groupe Espace Géorgien si tu veux. Et c'est lui qui m'a donné, elle qui m'a donné le titre Espace Géorgien pour la psychanalyse, comme c'était le cas chez les collègues de Sofia. On a commencé comme ça de se réunir. Vas-y. Et puis, donc, il y a eu des réunions ici. On peut critiquer Internet. Hein? Qu'est-ce qu'il y a? Je vais traduire tout ça. On peut critiquer Internet, mais alors ça a quand même permis de faire des séminaires, des supervisions, de faire que des collègues pouvaient aussi partager des espaces, d'autres gens venir en France. Et en 2016 déjà, 2016, Oui. on a créé à 4, on a fondé à 4 officiellement avec Marina, Giga, Olivier Douville et moi, l'espace géorgien pour la psychanalyse officiellement enregistré. Voilà. Et depuis, ça fait pas encore 10 ans, mais presque, tout le monde travaille.
Voilà. და ეს ბოლო, ასე იგი, რაც შეეხება ქართულ ფსიქოანალიტიკურ სივრცეს, 2010 წელს, 11 წელს მე პლოდბუკობზე არის ერთი ქალბატონი, რომლის სახელი ჩვენ არ ვიხსენებია, სამწუხაროა, რომელმაც კატრინთან ერთად მიიღო მონაწილეობა წვანესახლის ფორმირებაშიც და ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ეს ქალი, ვინც მე გამამხნევა და მითხრა, რომ შეგიძლია დააფუძნო ასოციაცია, დაგეხმარებით, მაგრამ 2012 წელს გარდაიცვალა სამწუხაროდ და ჩვენ 2011-ში დავაფუძნეთ ასოციაცია არაფორმალურად, წვანესახში ვიკრიბებოდით ტექსტების სივრცეს, ბაშორის პატარა ჰანსი, რომელზეც ახლა მუშაობ, მაშინ იქაც გვაქვს ჩვენ გავლილი და ამის შემდეგ უკვე კატრინთან, მარინა ტარასაშვილთან ერთად, ოლივიე დუვილთან და ჩემთან ერთად დავაფუძნეთ უკვე 2016 წელს ოფიციალურად ასოციაცია პირდაპირ დაკავშირებული, ანუ დანარჩენი თქვენ ყველაფერი იცით. Et même si l'exposé est un peu long en partant de Freud, c'est-à-dire pour montrer que les problèmes qu'on peut rencontrer dans la société, les conflits, les choses graves, la psychanalyse, malgré tout doucement, continue, grâce aux gens qui s'intéressent à la psychanalyse, à sa transmission, à ce que ça peut apporter comme moyen pour aider les enfants, les adultes, les parents, les institutions. Et donc, l'important, c'est de pouvoir continuer à travailler Da, psihоаналитიკური ასე ვთქვათ, სკოლა en gardant une certaine éthique. Oui, ანუ psihоаналიტიკური საზოგადოებები და სკოლები ნელა ვითარდებიან, ეს არის რთული, ხანგრძლივი პროცესი, ეს არის როგორც თეორიული, ასევე კლინიკური მუშაობა, მაგრამ თუ ჯგუფი და ასოციაცია მუშაობს, ის აუცილებლად აღწევს გარკვეულ იმ დონეს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს სწორედ რითიც დავიწყებთ დღევანდელი ლექცია, ტრანსმისია, ესე იგი გადაცემა თაობიდან თაობაზე და ჩვენთვის ესე ბაშორის დღეს ველაპარაკეთ საფრანგეთის წელს ფრანგული ენის სწავლის, იმიტომ რომ ფრანგული ინსტიტუტში არის ენის კურსები და თუ არ არის შესაძლებელი, რომ ჩვენი წევრებისთვის იყოს ან ფასდაკლებით ან უფასოდ, je parle de la langue française, on a discuté avec l'ambassadeur la question de la langue pour notre collègue, nos collègues. Et je vais montrer le livre. Oui. Da, დღეს კატრინმა ილაპარაკა, რომ მოდმანუნი ჟინეთ რამბოსთან ერთად იყო წარგზავნილი სუპერვიზიაზე. ლონდონში ისინი სუპერვიზიას ვინიკოთან გადიოდნენ და ერთ დღეს ესპასანელით ხშირად მათთან და წიგნებს ყუთში ალაგებდნენ ჩემთვის და მე მივიდიოდი ასოციაციაში და ჩემოდნით მომქონდა. და მათ შორის არის ინგლისური ლიტერატურა რაღაცეები, რაც იყო მოდმანუნის ბიბლიოთეკიდან. და აღმოვაჩინე წიგნი წარწერით Au docteur to Ginette Rambo from Donald Winnicott. და ვინიკოტის ხელმოწერით უჩუქებია ჟინეთ რამბოსის თავისი სუპერვიზორის ვინც გადიოდა და ეს წიგნი შემთხვევით მოხდა ჩემ ხელს. მე მაშინ მე აღმოვაჩინე პარიზში ეს წარწერა, მაგრამ აღარ მithkomზე. აჩუქარს უკან ვინც ამოწევს. მოკლედ ეს ხაზებია გადაკვეთის ძალიან ბევრი და ფსიქოანალიტიკური საზოგადოება არ არის ორგანიზაცია, რომელიც 5 კაცი შეიკრიბება და აფუძნებს და ისტორიის ნაწილია. Le livre d'Olivier Duvivier, absolument. Il y a les dates et les noms et des endroits et des événements politiques ou culturels. Dans le monde, jusqu'à la fin de Freud, ça va Oui. plus loin. Mais Elisabeth Rodinesco, c'est pas mal aussi, ce qu'elle écrit. Oui, mais il raconte l'histoire. Alors, peut-être vous avez envie d'échanger un peu des questions, et puis on parlera mercredi plus sur la formation. Informaციაზე მანამდე ხომ არ არის კითხვები ან რაიმე ვთქვათ რეფლექსი? და ეს კონგრესი, რომელიც თბილისში იქნება ამ კონგრესებმა არაცნობიერი და კონგრესი ხო და რომელიც თბილისში იქნება, ეხლა ექნება არაცნობიერი დღეს. იმიტომ რომ ამ კონგრესში ძალიან ბევრმა ფრანგმა მიიღო მონაწილეობა. აქ არის ძალიან ბევრი ფრანგის სტატია, მათ შორის სერჟ ლეკლერის
ელიზაბეთ რუდინესკუსაც მე მონიშნული მაქვს აქ, მაგრამ აღარ მახსოვს. Et alors, il y a aussi, on n'a pas dit, des dictionnaires plus lacaniens, quand même. Oui, Roland Schemama et Oui. André. Alors, vous pouvez me poser des questions. Symposium sur la conscience, c'est 74. 79, 18. Oui, c'est ça. J'ai sauté largement sur le communisme, c'est le problème qu'il y a eu avec le communisme, parce que ça fait partie de l'histoire de la psychanalyse en Oui, plus. Mais bon. Tu as parlé juste l'exemple, bien sûr. Bien sûr. Ora riski tkobi? Il parle de l'époque politique. Et le Georges, il lisait le Freud en russe. Sous le manteau, caché. Mais il n'y avait pas d'analyse. Ah, მაგრამ კი მაგრამ კითხვა ხო არ არის, თუ არ არის, მაშინ არის. ზუმიდან? ზუმში ხარ მე? გეგაცო ხალხი. ახლეჩილია, ჩვენ საზოგადოება ვარ აქ, ერთი ზუმშია და მეორე. Ah, je n'ai pas dit une chose importante, c'est que c'est facile de dire. Que tu as fait une psychanalyse. C'est important. La psychanalyse. Bon. Meine, elle te remercie. Elle te remercie pour ce soir, mais pas seulement, parce que pour toutes ces années que tu nous soutiennes, que grâce à toi, ces deux institutions existent, continuent son travail. Et il y a beaucoup de jeunes gens qui sont avec nous, ce qui m'a fait beaucoup de plaisir et espoir. Beaucoup d'espoir. ანუ მადლობას ვუხდით ქალოთონ კატრინს და კიდევ ერთხელ აღნიშნოთ ძალიან ბევრი ახალგაზრდა რეალებს ფსიქოანალიზის ირგვლივ და აი ეს კარგი იქნება რომ ჩვენი ასოციაცია დარჩეს დამწვანე სახლი როგორც გრავიტაციის ასე ვთქვათ ველი რომლის გარშემოც იტრიალებენ არა მხოლოდ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები, არამედ ყველა ვის ინტერესებულია ფსიქოანალიზით. C'est un échange réciproque parce que je reçois beaucoup aussi, quand même. ეს არის რეციპროკა ურთიერთგაცვლა, რა თქმა უნდა და ეს არ არის მხოლოდ რაღაც საჩუქარი რომელსაც მარტო მადლობა უნდა იხადო. Snifty. Bon, ça va, c'est à peu près ce que tu voulais. Oui. J'ai amené des textes fondateurs de Nomoni, Qui est sur le site aussi, oui, oui, très bien. sur le site, et puis la façon dont les catégories pour répondre les différentes choses est vraiment très détaillé. Et puis d'assister sur la psychanalyse et vraiment, tu vois, le fait que par rapport à la SPP, on n'est pas dans la didactique. დაგემშვიდობებით Zoom-ის წევრებს, მადლობა ყველას ყურადღებით. ელოდებით 4 შაბათს, 4 შაბათს